სახელითა მამისაითა, დადისაითა და წმინდის ასულისაითა. სახარების დღევანდელი საკითხავი წმინდა ლუკასაგან, საკვირაო საკითხავი, გადმოგცემს დიდებულ სასწაულს ქრისტე მაცხოვრისა ჩვენისა და ძალიან ღრმა და ფრიად საგულისხმო სწავლებას გვაძლევს ეშმაკთა ბუნებისა, ეშმაკეულობისა და ესე შემდეგ. მალჟანსა შინა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ განიზრახა, გამოვიდა რა კაპერნაუმიდან, გადაეცურა გენესარეთის ტბა და მოსულიყო გერგესეველთა სოფელში, ადარინელთა ქვეყანაში. გზად ღვთის მიშვებით, რადგან ღვთის გარეშე არც არაფერი არ ხდება, საშინელი ქარბორბალა დატრიალდა. ქრისტეს გადაღლის, დამაშვრავს ამდენი ჯაფით და ღვაწლით ღრმად ეძინა. დიახ, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს და ხშირად აღვინიშნავს, მაცხოვარიც იძინებდა, რათა ძილი ეკურთხებინა. ძილიც, სიფხიზლეც, ხორცნით, სულიც, ყველაფერი ღმერთმა მოგცა. ყველაფერი, ჩვენ მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩა. აი როგორც წყალწაღებულზეა ნათქვამი, კაცი იხჩობოდა ღმერთო მიშველეო ასახა, ხელი გაანძრია და გადარჩენია. ხელის განძრება დაგვრჩახა. ან როგორც ფსალმურში წერია, კურთხეულ არს ღმერთი, რომელსაც აკურთხა ხელნით ჩემნი ბრძოლა და თითნით ჩემნი ღვაწლში. ჯვრის ნიში იგულისხმება დოგმატების გამოსახვა. ანუ ერთგულება დაცვა წმინდა სწავლებისა, ქრისტეს წმინდა დოგმატებისა და ამგვარად წმინდა ცხოვრების აღსრულება დედამიწაზე. და უფალმა ეს გზა დიდი ხანია გაგვიკვალა. და მეპახრაკე გაგვიხდა თანაჯვრის ტვირთველი თითოეულ ჩვენთაგანს, მაგრამ სავალალო მდგომარეობაშია დღეს კაცთა მოდგმა. არავინ და არაფერი არ სურს გარდა განცხრომისა. სულ ერთიანად გრძნობათ არის ქცეული. ამიტომ შედეგიც ისეთი იქნება მასთან, როგორც ხუთ ქალაქთან დადგა. სოდომ გომორი იგულისხმება ცეცხლში და წვიმწუბაში თავის მრისხანებაში, რომ მოწვა უფალმა და როგორც ერთ-ერთი კომენტატორი ბიბლიისა ორიგენი განმარტავს, ეს ხუთი ქალაქი გამოხატავს ადამიანის ხუთ გრძნობას. მას აქვს სწავლება თუ მხოლოდ გრძნობებს ავყვებით, ჩვენ ცეცხლში, გენის ცეცხლში დავიწვევით. წყალი ნავში უსხავდა მოციქულებს, სიკვდილს თვალებში უყურებდნენ, როგორც ითქვია ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ მოციქულთაგან მრავალი მეთევზურნი იყვნენ ხელოვანი, ვთქვათ პეტრე და ძმები ზებედესები, თომა და სხვანი, მათ სიკვდილის შიში ჩაუდგათ სულსა და გულში. იქამდის, რომ მაცხოვარი გააღვიძეს. უფალი წამოდგა ნავში, შერისხა ქარსა და წყალს და დაყუდნა. დიდი დაყუდნება იყო. სიმკვდროვე ჩამოვარდა ახალ ქართულით რომ ვთქვათ. მაგრამ ესეც არ იყო ყველაფერი. უფალი მიუბრუნდა და გაკიცხა ერთგვარად. სად არისო თქვენში სარწმუნოება? ესე იგი, ჭეშმარიტი ცოცხალი რწმენისთვის ესეც შესაძლებელია, რომ სტიქიები დაემორჩილნეს. განშიფრებული მოციქულები თუ გულში ფიქრობდნენ, თუ ერთმანეთს უჩურჩულებდნენ გულში, რომ ვინ არის ესე, რამე თუ ქარნიცა და წყალი დაემორჩილნეს მას. ესე იგი, არაერთბაშად ირწმუნეს უფლისა, არამედ თანდათანობით მოდიოდნენ ქრისტესადმი სარწმუნოებაში. და რამდენი რამ დაშირდათ. ჯერ მაცხოვრის სიცოცხლეში და შემდგომად ვნება წამება აღდგომისა, რომ საბოლოოდ დაერწმუნებინა და ჭეშმარიტ მოციქულებად, ანუ მისი აღდგომის ქადაგებლებად გაეხადა ქრისტე მაცხოვარს. აი ჩვენ რომ ვამბობთ ხოლმე, ხლა რატო უხმავდები ამას, რომ აი რა ბოროტი ადამიანია, რა ცოდვილია, რა ცუდია, რატომ ტოვეს ამდენ წელი. თვით ქრისტეს მოციქულებს სულ ცოტა 3 წელიწადნახევარი დაშირდათ, რომ ჭეშმარიტი მოწაფეები გამხდარიყვნენ. ჩვენ ხო ვერ შევედრებით მოციქულებს ბევრი მიზეზებისა გარემოებათა გამო. ლამის ბევრს ჩვენთაგანს წლები, ათეული წლები და ზოგს მთელი სიცოცხლე შირდება, რომ შეიცნოს ჭეშმარიტება და გახდეს მისი მსახური. ღმერთი მოწყალია. ის აცხოვნებს პირველი ჟამის მუშაკსაც და მესამისას და ნებისმიერი სხვა ჟამისა.
და ჩვენ გვაქვს მაგალითები წმინდანთა ცხოვრებიდან, როცა უშუალოდ აგონიაში სიკვდილის წინ შეინანეს და შეუდგნენ ქრისტეს და აცხოვნა. უფალი თუ მოწყალია, როგორც იგავში ამიგავის განმარტებაში ამას მაცხვარი, შენი თვალი რატომ არის შურიანი? წადით და ისწავლეთ, ამბობს მაცხვარი, წყალობა იმნევავს და არა მსხვერპლი. ამის შემდგომ, როცა გენესარეთის ზღვის ნაპირს მიადგნენ, ზოგან ტბა წერია, ზოგან ზღვა, ეს ერთი და იგივეა. საერთოდ ზღვაც ეს არის ტბა, ოღონდ დიდი ტბა. საკმაოდ ვრცელი ტბა, მქონდა სიხარული. მე ნახა ეს ტბა, ეხლა თქვენ ეტყვით რა მოხდა, რა არის, როგორ არა ჩემო საყვარელო, ეს ბიბლიური სახარებისეული ტბა არის. ამიტომ ყველაფერი ჩვენში იქ როცა ვიყავით, აღვიძებდა ხსოვნას უფალზე. ბეთლემიც, ნაზარეთიც, სადაც ვიყავით მომლოცველობით, იერუსალემიც, განცდის მთაც და მათ შორის გენესარეთის ტბა. მაგ დროს მე და ერთ-ერთი გიდი, ჩვენი ავტობუსის გიდი, რუსი ებრაელი საუბრობდით, ესე იგი ებრაელი იყო და აშკარად ღრმად იცოდა სახარება და მე დავეკითხე, რომ ასე ღრმად, შენ ხომ იუდეველი ხარ, საიდან იცი მეთქი და ყურში გადმოიხარა, ქრისტიანებსაც კი არ გააგონა ესეთი დევნა არის, ჩვენ რომ გვიკიშინებენ ადამიანის უფლებები დაიცი და აყვავეთ ყველა სექტები და რაღაც ამას ვირეშმაკობით აკეთებენ, რომ დავყარგოთ ჭეშმარიტი რწმენა და ნამდვილი ფასეული ორიენტირები. იქ მე ვკითხე, აი შენ რომ გაგიგო რომ ყურში მიჩურჩულა ფარული ქრისტიანი ვარო. მე ვუთხარი მე რას მალავ მეთქი, აქ ყველა ქრისტიანები ვართ. და რა გელოდება მეთქი რომ გაიგოს ისრაელის ხელისუფლება, რომ შენ ახარ ფარული ქრისტიანი. უკეთეს შემთხვევაში დიდი ადმინისტრაციული ჯარიმა და უარეში ციხე და შეიძლება სიკვდილიც. გესმით? თავისას როგორ იცამენ, უფრთხილებიან ქრისტეს მკვლელები, იუდეველები. ჩვენ კი მართლმადიდებლებს მოგვიწოდებენ, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები, სარწმუნოების უფლება და მიეთი მოეთი. ეს არის დემაგოგია, მეტი არაფერი. ეს არის უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, აქ უნდა იქადაგებოდეს მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლობა. როდესაც ხელისუფლება იყო ღვთისმოსავი, მაგალითად მირონცხებული მეფის დროს ეს ასეც იყო. ახლა საყლი პატრონს ვერ ასნობს, ვინ როგორ არის მოსული ხელისუფლებაში. და რა მიზნები აქვს, ეხლა ძნელი არ არის მივხვდეთ. უდიდეს უმეტესობა ძველი ახალი თუ მომავალი, ერთი მიზანი აქვს. პირადი კეთილდღეობა. სამწუხაროდ. აი ამიტომ არის რომ სოკუებივით გამრავლდა ჩვენში სექტები და სექტები კი არა, აი ჭკვანაღზობი ადამიანები ჩამოდიან უცხოეთიდან, აქამდე გაუგონარ, ესე იგი სიცრუეს ქადაგებენ და ყავთ ბრეული. ზოგს ფოჩიანი კამფეტებით ხიბლავენ, ზოგს უცხოეთში გამგზავრებით, საიდანაც ქართველები აღარ დაბრუნდებიან, ბუნებრივია, იშვიათი გამონაკლისების გარდა და ესე შემდეგ. ამიტომ როგორც მოციქული პავლე ამბობს, ჟამეთი ოჟამოთ, მეტადრე ტრადიციულად ქრისტიანულ ქვეყანაში უნდა იქადაგებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტება, ანუ სიმართლის მადიდებლობა, სხვაგვარად მართლმადიდებლობა, როგორც იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები. აქ სამწერტილი დავსვათ და დავეთხოვოთ სამწუხარო სინამდვილეს და გონების თვალი მივაპყრათ კვლავ გენესარეთის ტბა, რომელიც ესეა სასწაულებრივად პირდაპირი გაგებით ვამბობ ქრისტეს მიერ გადალახეს მოციქულებმა და სანაპიროზე გადმოვიდნენ და თქვენ იცით რომ უფალი ჰარი ხარალობდა შემთხვევით არც მიდიოდა, არც საუბრობდა, არც სასწაულებს ახდენდა და არც ერთ ვაშად ახდენდა სასწაულებს და არც ერთ ვაშად ქადაგებდა ყველგან, ზოგან სიტყვით, ზოგან მოქმედებით, ზოგან დუმილით, რომელსაც ბერძენი ფილოსოფოსი თქვა კრატილი ამბობს, დუმილი სიღრმის სურვილია. ეს დამოკიდებული იყო არა იმდენად მაცხოვარზე, არამედ დამოკიდებული იყო იმაზე, სად მიდიოდა უფალი, ვის შორის მიდიოდა. აი ახლა ნახოთ ჩვენ საყვარელო როგორ მოიქცევა ის გერგესეველთა სოფელში ღადარინელებთან. ახლა ორი სახელი რატომ კომენტატორთა ნაწილი ამბობს, რომ სავარაუდოდ ორი სახელი ჰქონდაო იმ ადგილს, სადაც უფალი მივიდა, მაგრამ მამათა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს იყო იქ იყო გენესარეთის ტბის პირა, ზღვის პირას იყო 10 ქალაქი, 10 ქალაქი. სხვანაირად სახარებაში არის ნახსენები ეს, მაგრამ 10 ქალაქელი, აი ესეთი ეშმაკები, რომელსაც ახლა განკურნავს, გაგზავნის საქადაგებლად, მაგაზე ცოტა მოგვიანებით, თავის ადგილზე როგორც ითქვა ხოლმე.
ყველაფერი კარგია, თავის ადგილზე უფრო კაფეო, ნათელი და გასაგები ხდება და ღრმაც კი ზოგიერთ შემთხვევაში. მოკლედ ეს იყო 10 ქალაქი და 2 ქალაქი, რომელიც განლაგებული იყვნენ ამ ზღვატბის სანაპიროზე. ერთი მათგანი იყო გერგესია, მეორე იყო ღადარინა, უბრალოდ. და აი აქ მათი מחარებელი ამბობს, რომ გერგესეველთა ქვეყანაში გადავიდა ნაპირზე, ორი מחარებელი მარკოზი და ლუკა ამბობენ, რომ ეს იყო ქვეყანა ღადარინისა, უბრალოდ ქალაქი. ანუ თუ შევაჯამებთ, გავანალიზებთ, დავასვით, რომ ეს სასწაული მოხდა ამ ორ ქალაქს შორის. ერთის საზღვრად იყო, ანუ ახლოს იყვნენ მჭიდროდ ეს ქალაქები. საერთოდ იქ ბევრი უდაბნოა და ბუნებრივია, სადაც წყალი იყო, ოაზისები შენდებოდა, ქალაქები, დაბები, სოფლები, ჭების გარშემოც კი და ესე შემდეგ. ჩვენთან ასე არ არის. ჩვენ გვაქვს დიდი არჩევანი, არის უმდიდრესი ბუნება და ესე იგი თითქმის ყველანაირი სარტყელია გარდა ტროპიკულისა. ან კი რად გვინდა ტროპიკული, გულახდილად რო თქვათ. საზოგადოებაში ყოფნის ანაკონდები და მახრჩობელა გველები, რომ კიდევ ჯუნგლებში არ იყოს. იუმორს თუ ჩავურთავთ. ეხლა ვინ არიან ესენი, მე აღარ დაგიზუსტებთ სამწუხაროდ, ეგ უფრო კარგად იცით, ვიდრე წმინდა სახარება. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ორ ქალაქს შორის მოხდა ეს სასწაული. და აი რატომ მოხდა და რა ვითარებაში და საბოლოოდ რისთვის მოხდა, რატომ მოახდინა ეს სასწაული უფალმა. ამ სამი מחარებლიდან დღეს საკვირაო საკითხავად შერჩეულია ლუკას სახარება. მარკოზისა და ლუკას სახარება თითქმის განურჩევლად მისდევს ამ მოთხრობას, ამ სასწაულზე. მათესთან არის მცირეოდენი განსხვავება, არა არსებითი, არამედ მცირეოდენი, მაგრამ ზოგჯერ თქვენ იცით, რომ დეტალის კი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. საათი მაგალითად შედგება მრავალი დეტალისაგან, მაგრამ შეიძლება ეგრეთ წოდებული დეტალი, ანუ უმნიშვნელო წვრილმანი გაფუჭდეს და საბოლოოდ საათი მოიშალოს. ადრე თუ გვიან, ისე რომ მეტადრე ღვთის სიტყვაში, საღვთო გამოცხადებაში, წმინდა წერილში არ არსებობს ამ გაგებით დეტალი და წვრილმანი. იქ ყველაფერი მნიშვნელოვანია, ყველაფერი უფლის სიბრძნეს ამოწმებს და ამ გზით წარმოდგენას გვიხმის თავად უფალსაც. და რატომ გსურს რომ წარმოდგენას შევიქმნათ? იმიტომ რომ ვეძიებდით დიდხანს უფალს. აწი ვიპოვეთ. ზოგიერთი ჩვენთაგანი თავად უფალმა იპოვა. ანუ ადამიანმა აღმოაჩინა თავის თავში ღმერთი და მე მეცაც გეტყვით საყვარელო გადაჭარბების გარეშე, რომ ადამიანი სწორედ ამისთვის არის შექმნილი. არც განსხრომისთვის, არც ხიარულებისთვის, არც დროსტარებისთვის, არაფერი სხვა არაფრისთვის. პირველ ყოვლისა ის შექმნილია, რათა თავისი შემოქმედი ღმერთი ადიდოს და ამ გზით, ანუ წმინდა ცხოვრება იგულისხმება აქ, თანაზიარი გახდეს მისი ანუ ღმერთის ნეტარების, სიხარულის და სიმართლის. აი რისთვის ახარ ადამიანო მოწოდებული, რათა ღმერთს ემსგავსებოდე. ხშირად მოგიგონებია და ძალზე გულის სიღრმეში მაქვს ჩაძირული იობის წიგნიდან ეს სიტყვები, ადამიანი დიახაც იბადება, რათა ნაპერწკალივით ზეცას ესწრაფდეს. ეს არის ადამიანო შენი უმაღლესი დანიშნულება. და როგორც კი ადამიანი კარგავს ღმერთს, თვალსაჩინელი და პეტრესავით იმავე გენესარეთის ტბაში აღლევები შამს იძირება, ანუ სიკვდილის პირას არის. აი ახლა მე ჩვენ ვისმენთ დლები უამრავ აღსარებებს, საუბრებს. მართლაც აი ვაკვირდები 55 წელიწადია შეიძლება ითქვას როგორც მღვდელი, რა ემართებათ იმ ადამიანებს, რომელიც ღმერთს ან არ ცნობენ, ან შეიცნეს და შემდეგ ზურგი აქციეს და ისევ გადაეშვნენ ვნებიან, ცოდვიან ცხოვრებაში. რა საწოდავ დღეში მოდიან. არც თუ უმნიშვნელო ნაწილი მათგან პირდაპირი გაგებით, სახარებისეული გაგებით ეშმაკეულები არიან. არ შეუძლიათ, არ სოდავდნენ. მაგალითად, ვერცხლის მოყარებით, ფულთ მოყარეობით, რომელთაც ბევრი ბოროტება და თითქმის ყველა ეს თავარი ბოროტება, დაწყებული ტრაფიკინგით და დამთავრებული ნარკობიზნესით თუ ომებით, ამით აიხსნება საყვარელო. ივანე ოქროპირი ერთ-ერთ ქადაგებაში ადარებს ერთმანეთს ეშმაკეულობასა და ვერცხლის მოყარეობას, ამბობს, რომ გარკვეული აზრით ეშმაკეულობა უფრო დიდი, ესე იგი ვერცხლის მოყარეობა, ანუ ფულთ მოყარულობა უფრო დიდი ბოროტებაა,
ვიდრე ეშმაკეულობა. წარმოგიდგენია და მოდი ახლა ჩვენ სახარებიდან კიდევ ერთხელ ლიტურგიაზე კი ამოვიკითხეთ, მოусმინოთ რა დღეშია ეს ეშმაკეული, რა ემართება. თუ გულისხმიერად და არაზერელეთ მოусმენ სახარების ამ საკითხავს, შეშინდები კიდეც. თრთოლვა და კრთოლვა მოგიცავს. რა საზარელი მდგომარეობა. მინდოდა მეთქვა ადამიანის, მაგრამ პრაქტიკულად ეშმაკეულში ადამიანი თითქმის აღარ არის, ბევრი არაფერია ადამიანური. პირველ ყოვლისა რაც ხდის ადამიანს ადამიანად, ანუ ხატად და მსგავსად ღვთისა. წაშლილია თავის პარალიზებული და წაშლილია კიდეც თავისუფალი ნება. გონება და განსჯის უნარი. და მრავალიცა სხვა, როგორც მადლიანი, ასევე ბუნებითი ნიჭები. აღარ ჩანს ადამიანში. ადამიანი არის რაღაც საზარელი ცხოველი, როგორც დღეს გიყვართ გამოთქმა მონსტრი, ეშმაკეული ადამიანი. უფალი დანანებით ამბობდა არაერთხელ ამოიხრავდა რა. სამე გეტყვით თქვენ მაშა სადამე ქადაგებას შეაჯამებდა. გეტყვით თქვენ ღმერთები ხართ. ხოლო თქვენ ვითარცა კაცნი, რომელსაც იგივე უფალი ამბობს, ფსალმუში ყოველი კაცი ცუდა ამაუა. სხვაგან უფრო მძაფრად არის თქვენ ვითარცა პირუტყვნი მოსხდები. რისთვის მოგიწოდა ზეცისთვის უფალმა და წუმპეში იხჩობი და ქსიამოვნებს. მაგალითად, ნარკომანს ნარკოტიკი, ლოცს სასმელი, მეძავს სარეცელი, ვერცხლის მოყარეს ფული. ესენი არიან შეპყრობილები. არ არის აუცილებელი კედელს ურტყა თავი, ან ჯაჭვებით დაგაბან, როგორც ეს გერგესეველი ეშმაკეული. ის რასაც შენავლენ, როგორც შენ ცხოვრობ, სხვა გამოთქმის, სხვა სიტყვის გამოთქმის საშუალებას უბრალოდ არ გვაძლევს. მოდით უფრო გამოწვევით, ამოვიკითხოთ სახარების აწინდელი საკითხავი. და განმიდეს სოფელსა მას ღადარინელთასა, რომელარს წიაღკერძო გალილეას, ანუ გალილეის ტბის პირას არისო. და ვითარცა განმიდეს იგინი ქვეყანად, მოვინმე ეგებოდა კაცი ქალაქისაგან, რომლისათანა იყვნენ ეშმაკნი და მრავალშამ სამოსელი, არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა. ესე იგი, სხვა მახარებლების ამბობენ, რომ უპირატესად ეს ეშმაკეული იყო აკლდამებში და საფლავებში და სხვაგან ნათქვამია, რომ ლოდითა დაიკოდვიდა თავსათვისაო. ქვებს ირტყავდა თავში. ეხლა თქვენ იცით, რომ ეს იწვევს მცირე თუ დიდ ტვინის შერყევას. უბრალოდ დიდ და მცირე შერყევას ტვინისა, თორე დიდი ტვინი რომ ქონოდა, ეშმაკეულიც არ იქნებოდა გულახდილად რომ გითხრათ. მოკლედ, დასისხლიანებული იყო, პირსისხლიანი. დაჟეჟილი ქონდა მთელი სხეული. ხშირად ჯაჭვებით შეებორკილეს. ერთხელ კი არ გაუკეთეს რგოლოს ჯაჭვი. შეებორკილეს, შემოახვიეს ამდენჯერმე და რა ძალა ეძლეოდა. იმიტომ რომ ჩვენ ახლა გავიგებთ, რომ თურმე მაშინ ერთი ეშმაკი კი არ იყო და ის კი არ ტანჯავდა, ლეგიონი იყო. ეშმაკებიც ის როგორც ანგელოზები, აი ანგელოზები სამტრიადად იყოფა, 900 არის. თითოეულს თავისი მადლი მისცა და დავალება ღმერთმა. ასევე სატანას მიერაც დაყოფილი არიან ეშმაკები, 10 ეულებად, ერგასეულებად, ან 50 ეულებად, 100 ეულებად, 1000 ეულებად და ლეგიონი ეს არის 10,000. ბევრი 10. ძველ ქართულად. ბევრის ბევრი. და აი ამ საშინელ დღეში, იმიტომ იყო და არაბუნებრივი ძალა ჰქონდა. ეს მისი ძალა არ იყო. ხო ხედავთ საგვარელო. აღარც გონება, აღარც ცნება, არც ბუნებითი, არც მადლიანი არაფერი არ და საკუთარი მას ერთ არაფერი აღარ გააჩნია. ის არის, ამიტომ ქვია მას შეპყრობილი, მოცული არის ეშმაკისაგან, მისი ხორცნიც და მისი სულიც, ამიტომ სულერთენად პარალიზებული არის. იერით რომ შეხედავ გავს თითქოს ჰაბიტუსით ადამიანს, მაგრამ ასეთი არ არის სინამდვილეში. უკვე დიდი ხანია ეშმაკის მიერ. და ღმერთმა როგორც კირილე ალექსანდრიელი ამბობს, აი რატო დაუშვა რომ დაუშვებს ხოლმე რომ 1 ან 2 თუ რამდენიმე იყოს ეშმაკეული მძიმედ. ადამიანებმა, სხვებმა, 10,000-ებმა და მეტმაც წარმოდგენა შეიქმნან, როგორი ბუნებისა ეშმაკი და როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანის მიმართ. სულს ადამიანი, რატომ სულს? სულს იმიტომ რომ
ღვთისათვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საყვარელი ქმნილებაა ქმნილებათა შორის ანგელოზებთან ერთად. ანგელოზები თუ მეორე ნათლად იწოდებიან, ადამიანი ხატად და მსგავსად ღვთისა იწოდება. ამითაც გამორჩეულია ყველა ქმნილებისაგან. ამიტომ არის რა წინააღმდგომი ღმერთისა, დიაბოლოს, როგორც მისი ლათინური სახელწოდებაც ამოწმებს, წინააღმდგომი ღვთისა, ამიტომ ცდილობს იცის რომ ღმერთს ვერაფერს ვერ დააკლებს, მხოლოდ მაიმუნია შემოქმედი ღმერთის წინაშე, მაგრამ ზულს ღმერთი არ უყვარს, შეპყრობილია შურისძიების სურვილით, ჟინით და სულ რაღაცნაირად ავნოს, ადამიანურად, ევფონურად ვიტყვი, ანთროპომორფულად გული ატკინოს ღმერთს. და იცის რა რომ ყველა და ანგელოზსაც ვერაფერს ავნებს, თავად იყო სინათლის ანგელოზი დაცემამდე, ამიტომ იგი თითქოს შედარებით სუსტ, მაგრამ ყველაზე საყვარელ ქმნილებას ერჩის ადამიანს. რომ ამით ავნოს ღმერთს და გამოხატოს თავისი პროტესტი, სიძულვილი ღმერთის მიმართ. ესე იგი, შებორკილი იყო არაერთ გზის ჯაჭვებით. სამოსელს იფლეთ, მაგრამ ჯაჭვებსაც ფლეთდა, სამოსელს იფლეთდა, შიშელტიტელი იარებოდა. ამჟამად, როცა უფალი გადავიდა, ქალაქში შევიდა და ამ ნათქვამია ერთ-ერთ მახარებელთან დღისით, მზისითაც კი ეშინოდათ მისი გავლისა. კოლოსალური ძალა ჰქონდა. თქვენ იცით რომ ეკლესიის სწავლებით უფალმა ღმერთმა როცა იოროსთეოზი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ბრწყინვალე ქერაბინი დაეცა ამ პარტავნებით, მას წაართვა მადლი, ახადა მადლი და ეს მადლი მის ამ მადლს ადლებს იმ ადამიანებს, რომლებიც წმინდად იცხოვრებენ. ამიტომ ანგელოზთა სწორებად იწოდებიან დაცემული ანგელოზების რიგი, 1/13 ანგელოზების უნდა შეავსონ ამ წმინდანებმა იმავე მადლით, რომელიც მოხადა მანამდე სინათლის ანგელოზებს, ეშმაკებად გარდასახულებს და მის ეს ადამიანებს, რომლებიც ამ წმინდა ცხოვრებით იცხოვრებენ და ამ გზით უნდა ცხოვრენ. მადლის გარეშე ყოველად წარმოუდგენელია არათუ ცხონება, თუნდაც რაიმეს აღსრულება, თუნდაც ადამიანური ძალებით. თუ ღმერთი არ აკურთხებს, როგორც ფსალმუნიც მოწმობს, ამაო ჩრებიან მაშენებლები, ამათ იღლებიანო მაშენებლები. და ამაოდ ხმილავს, ანუ ფხიზლობს და რაჭი თუ ღმერთი არ აკურთხებს. ამიტომ როგორც ბასილი დიდი ამბობს, რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე, ღმერთს ხოვეს შეწევნა. ჩვენი არის მონდომება, ღვთისა არის შეწევნა, მაგრამ უფრო კაცრად რო ვთქვა, აღძვრა, ანუ მონდომებაც კი ღვთისგან არის სიკეთისადმი ადამიანში ჩადებული. ესე იგი თქვენ იტყვით, მამა უკაცრავად, მაშინ რაღა გვაქვს ჩვენ, რა ღირსება გვაქვს? ჩვენი ღირსება არის გავაკეთოთ სწორი არჩევანი. ჩვენს ხატებაში ღმერთთან, ანუ თავისუფალ ნებაში მდგომარეობს ჩვენი ყველაზე დიდი ღირსება. ამიტომ არის რომ ყველაზე სასტიკად ადამიანი და მტკივნეულად განიცდის თავისუფლების დაკარგვას. თქვათ პატიმრობაში, მძიმე პირობებში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ჩვენი არჩევანი ეს არის საწინდარი ჩვენი ან ცხონების, ერთ შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში არასწორი არჩევანი თუ გავაკეთეთ, ჩვენი წარწმედის. ამიტომ ნუ ხვედრი ღმერთსა საყვარელო. ღმერთს კი სურს ყველას მოგცევა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა არც ღმერთი, არც მოგცევა და არც ცხონება. ჩვენ რა გვინდა? აი გახედეთ კალეიდოსკოპს დღევანდელი კაცობრიობისა. რითი არიან თავშექცეული, რითი არიან დაკავებული. ცხოვრების დიდი ნაწილი. ერთი ნაწილი ატარებენ ძილში, სხვა ნაწილი ატარებენ ამაოებაში. არანაირი ძიება ღვთისა, არანაირი მსახურება ღვთისა, არანაირი სათნოებანი, არანაირი ნეტარებანი უფლისა. მხოლოდ რა ვჭამოთ, რა ჩავიცვათ. თან ნახეთ ადამიანი ისეთი მადამოცემულია დღეს, როგორც ნილოს მდინარე წინასწარ მეტყველებდა, რომ ბოლო დროს ადამიანებს 7-ჯერ მეტი მადა ექნებათ, ვიდრე სხვა ადამიანებს აქამდისო. და მაინც ვერ დანაყრდებიან. მადა გაზრდილი, ჰედონური მიდრეკილებები ყველა სფეროში. ჩაცმაშიც, ჭამაშიც, სმაშიც. აბსოლუტურად ყველაფერში, გართობაში და ასე შემდეგ. ზღვარი არ იცის ადამიანმა და ეს არის სწორედ შეშლილი მსოფლმხედველობა. ესეც არის ეშმაკეულობა. ესეც არის შეპყრობილობა. მე მილაპარაკი ასეთ ეშმაკეულებთან. მაგრამ მეზავი. გავიანალიზები ერთად მისი ცხოვრება. არ შეუძლია არ სიძვავდეს.
აგერ ჩვენს მარცხენით ხატვი გადმოყურებს წმინდა მარიამ მეგვიპტელისა 12 წლიდან უგარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა სირცხვილის გამო ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ენა არ მიბრუნდება წმინდანია დღეს პატივცემულია თაყვანცემული არის მაგრამ 12 წლიდან ეწეოდა უგარყვნილ ცხოვრებას და როგორც მის ცხოვრებაში ვკითხულობ ბერძოსიმეს რომ უყვება იგი როდესაც კლიენტს ეძახით არა თქვენ კლიენტთან მიდიოდა და თავად აჭმევდა და ასმევდა არაფერს არ თხოვდა ამას აკეთებდა არა ანგარების გამო არამედ იმის გამო რომ შეპყრობილი იყო სიძვით და უნდა რაც შეიძლება ბევრთან და მეტი ეცოდა მაშინაც კი როცა გაახვა იერუსალიმისთან პილიგრიმობისთვის მიმავალ მგზავრებს მართლმადიდებელ ქრისტიანებს თითქმის არავინ არ დარჩა გემბანზე რომელიც არ აცდუნა ქონდა მას სილამაზეც გარეგანი და ხელოვნება მეძავისა და აცდუნა და არა მარტო ახალგაზრდები ასაკოვანიც პირდაპირ გაგებით ის იყო შეპყრობილი სიძვით ვის რითი შეიპყროს სიძვით ზოგს მარჯვნიდან მოუვლის ზოგს მარცხნიდან ვიღაცა შეიპყროს დიდების მოყვარებით თქვენ როგორ ეძახით დღეს კარიერიზმი დიახ ვიღაცა შეიპყროს ვერცხლის მოყვარეობით ანუ ანგარებით ვიღაცას ესე იგი ამპარტავნებით და ამპარტავნება ხო ძირია 8 უმთავრესი ვნებისა და უნდა გვახსოვდეს როგორც წმინდა მამები გვასწავლიან რომ დაცემა როგორც წესი იწყება უმნიშვნელოდან რატო გითხრა უფალმა ფხიზლად იყავით და ილოცებდით ერთ-ერთი ბოლო დარიგებაა ვიდრე ჯვარზე ამაღლებოდა უფალი იმიტომ რომ სიფხიზლე გვაძლევს იმის საშუალებას რომ გულში არ დაუშვათ არაფერი არაწმინდა და არაფერი არაწმინდა გულიდან არ ამოუშვათ ფხიზლად იყავით და ილოცებდით ორი უმთავრესი მახვილი რწმენასთან ერთად ესე იგი ფხიზლობა ანუ გონებამ აკონტროლოს გული და ლოცვა რომლისაც ძალზე δεშინია ეშმაკს თუ ეს ლოცვა გულიდან მოდის ორი სიტყვაც კი რომ თქვა გულიდან სიახლოვეს ვერ ჩერდება რადგან არ აქვს სინანული და საქვს ღმერთი ვერ იტევს ღმერთის დიდებას ვერ იტევს ჯვრის ნიშს რომელსაც გადასახავ ან თუ გარდაისახავ რადგანაც ჯვარზე დაამარცხა ანუ უკიდურესი თავმდაბლობით და თვითდამსრობით დაამარცხა უფალმა ჯვარზე ამპარტავნების განსახიერება ეშმაკი აი როგორც ივანე საჭურის მიზახა გაიქცა მისგან ვერ ვიტან შენს თავმდაბლობას ვიცვი შენი თავმდაბლობი ამიტომ ერთ-ერთი უპირველესი საქმეება რასაც ქრისტიანი უნდა ეძებდეს ეს არის თავმდაბლობა ძველ ქართულად სიმდაბლე ნუ დღეს მნიშვნელობა შეცვლია სიმდაბლე ნაძირალობას ნიშნავს ამიტომ ვიტყვი რომ თავმდაბლობა უნდა მოიპოვოს ერთ-ერთი პირველი რაც უნდა მოიპოვოს ქრისტიანმა 9 ნეტარებაშიც პირველი ნეტარება ამას ეხმიანება ნეტარებიდან გლახაკნის სულით სულიერ სიგლახაკეს მამები განმარტავენ პიროპოლისა როგორც თავმდაბლობას და გულის შემოსვლებას გულის შემოსვლილი და სულის შემოსვლილი და დამდაბლებული ღმერთთან არ შეურაცხოს სათხმელად ადვილია საყვარელო რომ ეს ადამიანი მათემახარებელი ამბობს რომ ორი ეშმაკეული იყო მარკოსი და ლუკა ამბობს რომ თითქოს ერთია ერთ ეშმაკეულზე საუბრობენ წინააღმდეგობა არა როგორც ივანე ოქროპირი და ნეტარი თეოფილაკე და სხვები განმარტავენ როგორც ჩანს ეშმაკეული ორი იყო ორი და იმ მახარებელთან ნათქვამე რომ ბოროტად ეშმაკეული იყვნენ ორივეს მაგრამ როგორც ჩანს ერთი მათგანი რომელშიც თურმე აღმოჩნდა რომ ლეგეონია ის უბოროტესი იყო თვით მათსეც კი და მისი ეშინოდათ განსაკუთრებულად დღისით მზისითაც კი საქმელად ადვილია მეთქი საგვარეულო წარმოიდგინე შენი თავი ფაქტიურად შენ აღარ არსებობ შენი თავი ცნობილ გამოთქმას რომ მოუხმობ შენ აღარ გეკუთვნის აღარც ხორცნი აღარც სული და სულიერი მონაცემები აბა ვის ეკუთვნის ეშმაკს წმინდა მამები გვასწავლიან ისე არაფრით არ ხარობს ეშმაკი ვიდრე მაშინ როცა ან ადამიანშია ან პირუტყვში უკანასკნელ შემთხვევაში განსაკუთრებით ხარობს როცა ადამიანს ეუფლება ეხლა თქვენ არ თქვათ რომ დაუცველია და არა დაუცველი კი არა საყვარელო ეხლა სახარებიდან ამოიღე ღორი რომ ღორია არაწმინდა პირუტყვი იმაშიც კი ვერ შევა თუ ღმერთი არ დაუშვეს
თქვენი ენით ვიტყვი ყელს უწევდნენ ქრისტეს ევედრებოდნენ რომ უფლება მიეცა ღორებში ღორი რა არის ღორში შესულიყვნენ და რატო დაუშვა ამაზე ჩვენ გამოწვევით ვილაპარაკებთ ჰარი ჰაროლო და ზერელე თუბალთან არაფერი არ ხდება როგორც მამა გაბრიელის ამბობდა ხშირად იესო ქრისტე დედამიწაზე თავმდაბლობითა და სიბრძნით იცნესო რომ ის იყო ძեղთისა და ვიდრე ადამიანები შეიცნობდნენ აგერ ბოროტმა სულებმა აღიარეს უწინარეს რომ ის არის ძեղთისა და ჭეშმარიტი ღმერთი მათ ვიდრე სასუფეველში იყვნენ ეს უწყოდნენ მაგრამ მათ არ უწყოდნენ თავი თვისით რადგან ყოველგვარი მადლი მათ შორის წინასარცნობელობისა წინასარმეთველების დაკარგეს თუ ვინ იყო ძեղთისა იცოდნენ კია წმინდა წერილიდან და განსაკუთრებით წინასარმეთველთა წიგნებიდან რომ ძեղთისა ადრე თუ გვიან უკანასკნელ შამს უნდა მოსულიყო დედამიწაზე კაცთა მოდგმის გამოხსნისათვის მოდით ამ ყველაფერს გამოწვევით მივხვდეთ ლუკა მახარებელთან და გზადაგზა და ესე იგი მოვიშველიოთ მარკოზისა და მათეს დამოწმებანიც საზარელი მდგომარეობა მე მომისმენია ვილაპარაკია დავკვირვები ვარ მაგალითად მძიმედ შეპყრობილ ნარკომანიით ასევე აზარტომანიით ფულზე რომ თამაშობენ სამორინეებში ტოტალიზატორებში პოკერ კლუბებში და ასე შემდეგ საცოდავი მდგომარეობა არის ბევრი მათგანის აი რომ აცხადებენ ხშირად ტყარში იპოვეს უცნობი მამაკაცის გვამი და ასე არც თუ იშვიათად ხდება ეს დაუწერელი კანონებით, როდესაც ვალს არ იხდი, ან თუ გაგიყიდეს ყველაფერი და აღარ გაკმეთი, როგორც წესი, კილერს აკლეინებენ. ხელისუფლება ამას უნდა იკვლევდეს. საერთოდ გულახდილად ვამბობ, დასახურია ყველა ტოტალიზატორი, პოკერ კლუბი და სამორინეები, კაზინოს რომ ეძახით რატომღაც რუსულად. ეს არის აი ესენი არიან პირდაპირ გაგებით ეშმაკის დაწესებულებები. სადაც ნადგურდება ადამიანი. ჯერ თავად აზარტომანია ფსიქიატრთა გამოკვლევით არის თანამედროვე ერთ-ერთი თანამედროვე უახლესი დაავადება ფსიქიური. ადამიანის შეპყრობილია თამაშის ჟინით. მიუხედავად ის რომ ძალიან ბევრს აგებს ბინების კი დაუკარგავთ და ყველა შვილი და ასე შემდეგ, მიუხედავად ამისა ისინი მაინც ამ ჟინს მისდევენ. არ იმიტომ რომ ისინი უკვე არიან ეშმაკეულები. რა ღადარინელი ეშმაკეული და რა თანამედროვე ეშმაკეული სამორინედან მაგალითად. ასევე გვილაპარაკია ნარკომანებთან. ლოთებთან. საცოდავ დღეში არიან. საკუთარი ნება აღარ აქვს პრაქტიკულად. არ შეუძლიათ არ ილოთო. კარგავენ ღირსებას. გულგრილი ხდებიან ოჯახის მიმართ, მშობლების მიმართ, რაღა მშობლები და ესე იგი სული ყველაზე ტკბილია საკუთარი სულისა და საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. არანაირი შეგონება, არანაირი დარიგება არ შრის. როგორც იოანე სინელი ამბობს, ეს ის შემთხვევა, როცა უფლის ანგელოზი და თავად ღმერთი თუ იხსნის ადამიანს. ადამიანურად ამის გაკეთება არის შეუძლებელი. და ერთიღა დაგვრჩენია მოყვას ვილოცოთ ამისთვის ასეთი ადამიანისთვის მაგრამ რა არის ხაროთ აგერ აცივდა მზე გამოვიდა გაგვიხარდა წირვის შემდეგ ერთგვარი კმაყოფილება და სულიერი უფალს თაყვანი ვეცით სახლში დაბრუნდებით ნუგეშინის ენა გველოდება სადილის სახით მოყვასთან ურთიერთობის და სხვადასხვა მაგრამ ნახეთ მაგალითად ლოთობით შეპყრობილი ადამიანი რა დღეშია არავინ არაფერი არ ახარებს აი ერთი მათგანის ციტატა მოგცეთ მაგას ნაუბარიდან ძალიანაც მიყვარს მშობელი ძალიანაც მიყვარს შვილები მაგრამ როცა დავლევ არავინ აღარ მაინტერესებს მხოლოდ იმაზე ვფიქრობ კიდევ როგორ და რანაირად დავლეო და რა დავლეო არ არის შეპყრობილი, აბა რა არის მაშინ მითხარით ეს? ნარკოლოგიური დაწესებულება მამაო, წამოიძახებს ვიღაც, უმკურნალოდ. ნარკოლოგიური დაწესებულება შვილო მე ამათ ახსარებებსაც ვისმენ, არა ყველასი და სხვა მგლების სხვისას.
საშინელ დღეში არის. თულზე იყიდება ყველაფერი, აბსოლუტურად. ისე როგორც მაგალითად, როდესაც იქვე კურნავენ ნარკომანებსაც და ლოთებსაც. უნდა კურნავდნენ ყოველ შემთხვევაში. თქვენ იცით, რომ რამოდენიმე კერძო ისინი მიხურა ხელისუფლება, რატომ არ დაგებადათ კითხვა? დიდძალი უკანონო შემოსავლების წყაროა. მარტივად რო გითხრათ, დანარჩენს არ ჩაუღრმავდებით, დე ჩაუღრმავდეს შესაბამისი ორგანოები, ვისაც ეს ევალება. რადგან მახვილი ტყუილად როდი ჰკიდავნო პავლე მოციქულიაოს, რომ მოგცა ანგელოსთა ჯგუფია, რომელიც ადამიანებს ირჩევს, აძლევს ხელისუფლებას. იმიტომ არ შეიძლება ჩაწყობით გახდე ხელისუფალი, კარუსელები და ასე შემდეგ. ადამიანებმა უნდა ამოირჩიონ თავიანთი ხელისუფლება და უნდა დაემორჩილონ მასთან მის მიერ მიღებულ კანონებს და აქ ყველაფერი აბრაკადაბრაა სინამდვილეში. არეულ დარეულია, ძაღლი პატრონს ვერ ასწროს, ვინ არის და რისთვის არის მოსული. თქვათ ხელისუფლებაში ან ძალოვან ორგანოში და ასე შემდეგ. აი ამიტომ არის საზოგადოება დაავადებული. არ ახავს ღვთისმოსავი ხელისუფალი. ეხლა ზოგიერთ გაეღიმება ასეთების წრედან, მღვდელი ჭილავში ესწრება, არა, მღვდელს რა უნდა ეთქვა. მე ბლად კი არ დავიბადე შვილო. შეგაგებეთ პასუხად. თქვენ შორის დავიბადე, გაჭირვებას ნახე, მიწიერი სიხარულის, ტკივილების, განსასწრელი დღემდე გადამაქვს ეს ყველაფერი და აქედანაც ვლაპარაკო. მე მენტორის ტონით არ გელაპარაკებით და მარსიდან მოსული როგორც თქვენ გამოთქმაგათ, მარსიანელები. თქვენ შორის ვარ და ვრონინებ, როგორც მოციქული ამბობს. და თქვენგანვე ვიცი პირველ ყოვლისა ეს ყველაფერი. მათ შორის ხელისუფალთაც 1000-ში ერთხელ სინდისი კენჭნა ეძლებათ. და ისინიც მოდიან ახსარებაზე, ან საუბრებზე, ან დახმარებისთვის, პარაკლისით, ლოცვით თუ სხვა გზით. აი აქედანაც ვიცით ეს ყველაფერი. და ახსარებებიდან ჩვენ შევდივართ პენიტენციალურ დაწესებულებებშიც პატიმრებთან. ის რომ წყარო უამრავი გვაქვს გავიგოთ სინამდვილე. და ვიდრე ეს ყველაფერი გაგრძელდება, გვეშველება, ბევრი მეკითხება ხოლმე, არაფერიც არ გვეშველება, ასე თუ გაგრძელდება. რასდრომ გავა, უარესი იქნება. აგე სადამდე არიან მისულები, სამღვდელოთა ნაწილია, ლანძღავენ პატრიარქს, თანამოსაყდრეს, საერთოდ მღვდლებს და ეხლა უკვე უცნობილ ფრთიან გამოთქმად იქცა 30 წელი არ ულოცია და ჭკუას არიგებს, ესე იგი წმინდა სინოდს და პატრიარქის თანამოსაყდრეს და არა მარტო არიგებს, ლანძღავენ ის და მისი დაჯგუფება. ეს ერთი ის არის დაჯგუფება. სხვადასხვა დაჯგუფებები არსებობს ეკლესიაში. ერთი სიკეთით შეკრებულები ერთად და მეორენი ბოროტის მიერ შეკრებილები საზიანოდ ეკლესიის. იმიტომ რომ თუ ეკლესიას პატრიარქს და სხვა ავტორიტეტი დაეკარგება, მიიღამოვა ურწმუნოთაგან ან მერყევთაგან ტაძარში და ვინ იფიქრებს სულის ხონებაზე და განმტკიცებაზე სარწმუნოებაში. აი საბოლოო შედეგი რა უნდა იყოს. ავნოს არა კონკრეტულად რომელიმე მიტროპოლის თუ მღვდელთავარს, არამედ ავნოს საზოგადოდ ჩვენს ეხს და რომ კითხო, ესე იგი განმანთავისუფლებლები არიან. რომ კითხო. ჯერას ციტატები მაქვს, უბრალოდ არ მინდა ახლა შევიდე განხილვაში. არ დაიჯეროთ, სიცრუეა. უკუღმა განმარტავს სახარებას. ყველგან, სადაც ლაპარაკობს, აბსოლუტურად. სახარება მას გახდილი აქვს თავისი პირადი მცარი შეხედულებების გასამართლებლად. გადაჭარბების გარეშე ვაყო. ასეთ ადამიანებს, ასეთ სამღვდელო პირებს. ზოგი გადაიყვანეს, ზოგ შეუჩერეს, მაინც აგზელებენ თავისას. არაფერია. უფალთან მივლენ ისინიც და ჩვენს. ბოროტებაზე პირდაპირი გაგებით ამბობენ, რომ ეს არის ჭეშმარიტება, ეს არის გულანთებული ხალხის სამშობლოს და ღმერთის სიყვარულით და მეორეს მხრივ, ესე იგი სიმართლეზე და ჭეშმარიტებაზე ამბობენ, რომ ყავლი გაუვიდა უკვე დრო მოჭმულია და არასწორია და მცდარია. აი ვინ არიან ისინი? ისინი არის ეშმაკის მსახურები, პირდაპირი გაგებით, გადატანით არ ვამბობ. ეშმაკებს დიახ თავის მსახურები ყავს, არა მარტო ერში, ხელისუფლებაში და სხვა, მას ყავს თავისი მსახურები და არც თუ ცოტა სამღვდელოებაში. მე მღვდელი გეუბნებით ამას, იმიტომ რომ 45 წლიანი გამოცდილებიდან გეუბნებით. ბევრი მათგანისთვის მღვდლობა ეს არის მხოლოდ შემოსავლის წყარო, რა დასამალია. მაგრამ დადგება დრო,
ეგრეთ წოდებული რუის ურბნისი აქაც იქნება ღვთის მადლით. არა საჭიროა. ასეთი მღვდლების ყოლა ჯობია რომ სამტაძარში ერთადერთი მღვდელი იყოს. იმიტომ რომ ვინც მორწმუნა იქნება, ის სამტაძარსაც მოივლის და დედაქალაქიდან რაიონში სუვლიათ თავიანთ მოძღვართან. რადგან მასში ხედავდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ჭეშმარიტ მოძღვარს. ბევრი რამეა გამოსაკეთებელი და გასაკეთებელი, მაგრამ ყველა ერთმანეთს ჭკუას ვარიგებთ და არავინ არაფრის გამკეთებელია. მოდით გთავაზობ და ვთავაზობ საკუთარ თავს, საკუთარი თავიდან დავიწყოთ თითოეულმა გამოსწორება. ერისკაცმაც და მღვდელმა. მე აღარას ვიტყვით, როგორ აბიაბროებენ ერთმანეთს, როგორ ლანძღავენ სოციალურ ქსელებში, ესე იგი ქალები იგინებიან კაცებზე, რომ არაფერი თქვა, ზოგიერთი გამორჩეულია მაგინებლობით. ამ დროს როცა საზვერი არსებობს და აქ რო ძალიან მაგრები არიან, მაგარი ბიჭები და ენაბილწები და შემართულები, სულუკუნითაც ვერ გაივლიან საზვერეს ენაბილწობის იმოციდან ერთს. წლები და ათეული წლები, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, იჭედება ადამიანის სული, ახლად გარდაცვლილი. და იქ ძრწოლაში ყავთ ჰაერის მცველებს, ანუ ეშმაკის ანგელოზებს. სად არის მათი სითამადე, სითამამე, თავხედობა, ქედმაღლობა, ზვაობრობა, ენაბილწობა, შეურაცხყოფა, ცილისამება. აი ამაზე მოთქვავენ ისინი. მაგრამ მათი განადგურება არის არა ჯოჯოხეთში, ვიდრე საბოლოოდ დამკვიდრდებიან, არამედ მანამდე 60-ში რომ იქნებიან 6 დღე. სრულიად სხვა რამ არის. თქვენი ენით ვიტყვი, სხვა რეალობა. და მე როცა ადარებენ მიწიერ ცხოვრებას, საზვერეში ყოფნას, ჯოჯოხეს და 60-ს, ამაზე ტირია, ხვდებია რომ ღირსი არ არიან 60-ში შევიდნენ. აი ამას განისწენ, იმას კი რომ ჯოჯოხეთი ელოდება, რაც საშინელებაა თავისთავად, აუტანელი. არამედ ის რომ ეს ხშირად მიფიქრია ჩემ თავთან, როცა ვსაუბრობ გულში, მაინც რა არის ასეთი გამოუთქმელი სიხარული და ნეტარება, რომ ჯოჯოხეთი ფერმთალი ხდება 60-ის წინაშე. რა გვითქვა, რისკენ მოგვიწოდა და როგორ ვიღუპებით აქ წუმპეში და იქ ჯოჯოხეთში. კიდევ ერთხელ შევძახეთ, გონსმოდით ადამიანებო, მოიძიეთ თქვენი შემოქმედება, შეუდექით ქრისტეს, რომელიც თქვენი სიყვარულისთვის მოვიდა და დაიკლა ავაზაკთა შორის. და ადამიანი, რომელიც არაფრად არ აგდებს ქრისტეს დათხეულ სისხლს და განტეხილ ხორცს, გოლგოთის მსხვერპლს. არ იკია ადამიანი და დავსვათ დროულად კითხვა. აი ამიტომ ღმერთი ჩვენი გადაუხვიეთ მუშებს, რომ ზოგიერთი ადამიანი შეიქმნას ეშმაკული. განხილვის სხვა საკითხია, რატომ დაუშვა ამ თუ იმ ადამიანზე და არა სხვაზე. ეს სხვა საკითხია. შეიძლება აქ იყოს, ესე იგი, ცოდვათა სიმრავლე და უნანელობა, განსაკუთრებული ბოროტება. შეიძლება ეს იყოს იმისთვის, რომ დაჟის, შეიძლება ესე იგი, მემკვიდრეობითი რამაც იყოს, ცოდვა. ასე არ იფიქროთ ეხლა ჩვენ ღმერთს ლანძღოთ, ვაგინოთ, ეკლესიები უნგროთ, ხატები ვწვათ და ტყვია უშინოთ და ჰარი-ჰარალოდ ჩაგულის ეს ყველაფერი. მარტო შენ კი არ დაიღუპები, მთელი შენი მოდგმა 7 თაობა იქნება გამწარებული. მერე გამოირჩევს ერთს, გაივლის ტანჯულ გზას და მის ტკივილებში და ლოცვაში მოაქცევს რა სარწმუნოებაში შენდობას და ამსუბუქებას ყოველ შემთხვევაში ცოდვებისა გაძლევს შენს. მაგრამ ეს ძალიან ღრმა საკითხია, ჩვენს წირ გონებას და ნაკლებ სულიერებას ალბათ გაუჭირდება ამის გაგება. ერთი რამ კი უნდა აღვიარო, მეც და ვფიქრობ თქვენს, რომ ღმერთი არის სამართლიანი, ღმერთი არის სიყვარული. მას ნებავს ყოველი ადამიანის მოქცევა სტომილების გზიდან და ჭეშმარიტების გზაზე დაკენება, ანუ საბოლოოდ ცხონება. ამისთვის მოვიდა, ამად დაითმინა გამოუთქმელი სატანჯველები და შეურაცხყოფები და ცილისამები, რაც არ ამბობდნენ ქრისტეზე და რა აწიეს. ყველა სიკეთის, სასაუთმოქმედების, კურნების თუ დაპყრობის თუ სხვა წილ მიადეს ჯვარი. თითება მოთმინებასა შენსა უფალო იესო. აი რა სამოს წმინდა კირილე ალექსანდრიელი, ეს წმინდა მამა, შესახებ იმისა, რატო არის რომ ერთზე დაუშვებს ეშმაკეულობას და სხვები რომ გასწავლოს. სახარების ამ ადგილიდან ჩანს, რომ ღმერთი ზოგიერთებზე განგება რას ნიშნავს, კიდევ შეგასწრებ,
ღმერთის მზრუნველობა ადამიანის საცხოვნებელად. ესე იგი, საცხოვნებელად უშვებს ზოგიერთებზე განგებით დაუშვებს, ხოლო რომ ისინი დემონთა გავლენის ქვეშ მოექცნენ. არა იმდენად მისთვის, რომ ისინი ბოროტებას განიცდიდნენ, რამდენადაც იმისთვის, რათა ჩვენ შევიცნოთ მათ მიერ თუ როგორი არიან ჩვენთვის დემონები და ზურგი ვაქციოთ მათ ხელმწიფებას და რათა ამ გზით მოთმინება ერთის ან ეშმაკეულისა დამოწყურა იყოს ბევრისთვის. ასევე ერთი ქრისტე გაიწირა ყველა საცხოვნებად. გამოირჩევს ზოგიერთ ადამიანს საკმაოდ მძიმე ჯვარს აძლევს უფალი და მის მიერ მრავალ საცდუნებს. ახლა ჩვენ ვიზეიმეთ ერთი კვირის წინ გასულ კვირას მამა გაბრიელის სცენება. აი მამა გაბრიელიც ესე იყო გამორჩეული სიღრმიდან და სიღრმიდან ესე უნდა დედის მუცლიდან. მოციქულებს უფრო მეც ეუბნება და უფრო ღრმად საუკუნეთა ყოფიერების ხილუდის უხილავი შექმნა და თქვენ ჩემთან იყავით. ღმერთისთვის არ არსებობს არც წარსული არც მომავალი. ყოველივე აწყვა, ყოველივე შრეც როგორც ხელის გულზე. და ყოველივე უწყის როგორც მოციქული პავლეონს რაც კაცშია. არათუ გარეგანი, შინაგანი რა ნიუანსები მიმოხრა სულის ყოველივე უწყის უფალმა და არაფერი არ დაეფარვის მას. ეს ჩვენთვის არის წარმოუდგენელი რა, რომ ადამიანს ეს უნარები არ გააჩნია. მას აქვს გარკვეული ბუნებითი ნიჭები და მერმე ღმერთი მისი ცხოვრების კვალობაზე და მიხედვითაც აძლევს ამა თუ იმ დის სულიერს. როგორც პავლე მოციქული განმარტავს, აძლევს არა მარტო პირადად მისი ცხონებისთვის, არამედ სხვებსაც რომ გაუზიაროს. აი პავლე რომ ამბობს, რომ ეკლესიაში რომ მოდიხარ, ზოგს ფსალმუნი მოგაქვს, ზოგს ლოცვა, ზოგს ნიჭი გაქვთ ენებით ლაპარაკით, ზოგს წინასწარმეტყველების, ზოგს სიტყვის გადაგებას. თქვენთვის კი არ დაიმარხოთო, სხვებსაც არ გეთო. და ისეთი უხვი იყო მაშინ ნიჭების გამოვლება, რომ იერარქიულად განსაზღვრა პავლე მოციქულმა, რომელ ნიშნის უპირატესობა. მაგალითად, თუ არის სასაულთქმედების ნიჭი და არის წინასწარმეტყველების, გზა მივცეთ უპირველეს ყოვლისა წინასწარმეტყველებას. თუ არის ღვთის სიტყვა, ქადაგებლობის ნიჭი, მახარებლობის და არის წინასწარ, პირველ ყოვლისა ღვთის სიტყვა იქადაგებოდეს. და ჟამეთი უშამოთ ყოველგან და ყოველთვის იქადაგებოდეს ჭეშმარიტება. ეგების როგორც უფალი თითქოს ერთგვარი ცევდიანი დანანებით აქვს, ეგების ვინმე მისმინოს ვრეკრავდა ყოველი ადამიანის გულის კარზე და გამიღოს გულის კარები და თუ მე ქრისტე იესოს ერთსამებისაგან გამიღებენ კარებს გულისას, ჩემთან ერთად შემოვა მამა და სული, რადგან მამაძე და სულიწმიდა ჩვენ ერთნი ვართ, ერთ არსება ვართ, თანაარსი, სამპიროვანი ერთ არსება ღმერთი. ადამიანი ხდება სადგური ყოვლადწმინდა საერთისა. ადამიანი ღმერთს ემსგავსება, ღმერთი ხშირად გვიტყვას, ღმერთია ბუნებით, ადამიანი ღმერთი ხდება მადლით, რომელიც ქრისტემ თავისი ტკივნეულობით, ჯვრიანი ღვაწლითა და გმირობით მოგვიპოვა ადამიანებს. გვესმის კია თანამედროვე ადამიანებს, რაზე ვუკრავთ ხელს უფალს, რაზე ვამბობ თუ არს. აი ჩემ და თავად გეტყვით რა, მამაშვილორად, მიყვარხარ ძალიან იცის ღმერთმა. ამდენ მსგავს ფიქრებში ხშირად იმ აზრამდე მივდივარ, რომ დავტოვო ეს ყველაფერი და წავიდე და ვიყო მარტო ღმერთთან. ერთადერთი ვინც გაგიგებს და ვისაც შენ გაუგებ. ერთ ბერს ათონის ერთ მონასტერში, მამათა მონასტერში ქონდა ჩვეულება წირვაზე, როცა მიდიოდა ეს მონაზონი, თავდახრილი მიდიოდა ყოველთვის. არავის სალამს არ ეულეოდა. წირვიდან გამოდიოდა და თავდახრილი ბრუნდებოდა თავის კელიაში. ერთხელ, ორჯერ, ბევრჯერ. ერთხელაც მამები აღშფოთდნენ. შეურაცხყოფილად, როგორც თქვენ იტყოდით, იგრძნეს თავი პატიმოყარეობიდან გამომდინარე, რა არის, არაფრად გვაგდებო? თავი რამე გონიაო, რომ სალამსაც კი არ გვეუნებიო. მივაშველებდი ქართულ გამოთქმას, სალამი ღვთისაა. ნახეთ რა უპასუხა ამ ბერმა. საერთოდ თითქმის არ ლაპარაკი, არც იცოდნენ მუნჭი ხო არ არისო, ზოგჯერ ამასაც ეჯობდნენ. და ესე იგი, აი რა უთხრა პასუხად. აი შეხედეთ და გაანალიზეთ საყვარელო. რამდენი ადამიანიც არის, იმდენი შეხედულება და აზრია. ხოლო ღმერთთან ასეთი რამ არ ხდება. იმ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება და ერთი სწავლება. ამიტომ მე არ შემიძლია ნერდულად ვიყო ღმერთთან და ვიყო თქვენთან. თქვენც რომ მოხვედით დღეს ტაძარში, და ეკლესია როგორ გასწავლით, როგორ უნდა შეემზადოთ ლიტურგიის მოსასმენად. აქ რომ მოდიხართ, ღვთის ტაძარში. გაიღვიძებთ თუ რა ღამეც თუ გაგებ პირჯვარენ, უფალო შედით, თუნდაც ორი სიტყვა. წამოდგები, მოწესრიგდები, აღულნე სამადლობი ლოცვა, დაალოცინე თავი რომ ხემშვიდობით განლოს. და კეთილ წარმატებით.
ტაძარში როცა აპირებ წამოსვლა საგანგებო ლოცვა იკითხება. როცა შემოდიხარ მაშინაც, თვითონ ხართან თავისებური ლოცვა, სეფის კვერს როცა აგზავნი, თუ მიცვალებული, თუ ასრულებთ ამ წესს, ეს თქვენთვის დაიწერა. ამასობაში თუ თქვენ ასრულებთ ამ მორჩილებას ეკლესიისა, დედა ეკლესიის, თქვენში ლოცვითი განწყობილება ყალიბდება უკვე სახლიდან. თუ რა იქიდან რომ შემოვარდებით ხოლმე კუჩიდან, განკითხვებიდან, აი როგორ აცვია და მეძავია და ასეთია, ისეთია და სხვა, რა განცდები შემოგაქვთ ეკლესიაში. იმიტომ არის დაუწყნარებელი რო ხარ. ზოგიერთს გავხედე წირვაზე ჯვარსულს ახავდი თუ ქადაგებ, ზოგი აქციას გავიდნენ აქედან. წრიალებენ, ვერ ისვენებენ. დრისთვის მოხვედით, მე მინდა კითხო. განარა ლოცვისთვის არა, ღვთის სიტყვის მოსასმენად არა? იცით რა, მამო, თქვენ ძალიან ცლად ლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ, ეს არასწორი ნათქვამია. ფიქრობ პავლესთან ერთად თუ ჩემზე და სულ ისე როგორც ყველა ლიტურგოს ან მღვდელზე. სული წმინდა ლაპარაკობს. როგორ ამხელა წარმოდგენა სულაც არა. მხოლოდ სული წმინდით თუ შეიძლება შეიცნო ღმერთი, ამას წმინდა წერილი ამოწმებს და იქადაგო ღვთის სიტყვა. და როგორ იქადაგო? აი როგორც დავით წინასწარმეტყველი მესიის მამა ამბობდა, ფირკმელიც კი უნდა გაიაროს ქადაგება. მე თქვენით ცხოვრობ და ჩემი უფლით. სანამ რას მე გეტყვით, ერთი კვირა, აი როგორც ძროხად, სულ შედარებას ვაგებ, მაგრამ ჩემზე ვაკეთებ, ხომ არ გავცირებ. ძროხამ ბალახი უნდა ჭამოს, უნდა გაისარჯოს, ბევრი ცოხლოს და ღეჭოს და ბოლოს რძე შეიძლება მიიღო. აი ესე მე ბევრს ცოხნი, ბევრს ღეჭავ, ბევრს კითხულობ, ბევრს ფიქრობ, ბევრს თარგმნი და ასე შემდეგ, აქაც და იქაც, სახლშიც ეკლესიაში ვარ, თქვენ რომ მიცოდეთ. რადგან სადაც ღმერთია, იქ ყველგან ეკლესიაა. მისი საბრძანისი, მისი სამკვიდრებელი, მადლის სახლი. აი თქვენც იგივეს გირჩეთ. ეს თქვენთვის ხდება. მე მონახთისა, ასე იწყება პავლეს, პეტრესა, იოანეს და სხვათა ეპისტოლეები. რატო? ლამაზი სიტყვისთვის კი არ ამბობენ, ან წესი იყო ასეთი შესავალით დაეწყოთ. პირდაპირი გაგებით სული მონანი იყვნენ უფლისაჩვენისა იესო ქრისტესი და ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეც კი შესწირეს. აღარ ვამბობ ენერგია, ძალისხმევა, მოიკლეს ამაო მიწიერი სიამოვნებები და ხშირად დაიკითხეთ მოციქული პავლეს შიმშილში იყო, შიშლოებაში, ყინულში, ზღვათაღელვაში, სიკვდილს თვალებში უყურებდა, ქვით ჩაქოლეს, ყველაფერი ანაცვალეს ქრისტეს დიდებას. რომ მცირედი მაინც, როგორც მოციქული პავლე ამბობს, მიიყვანა ზეციური მამის სახლში. და ისეთი როგორიც პავლია, ამბობს იოანე ოქროპირი, ასეთი აღარ დაიბადება ქრისტეს მოსვლამდე. უთავდადებულესი მოციქული და ყველა მოციქული მეტნაკლებად იყო თავდადე. ყველა იყო, მაგრამ ერთნი მეტად მეურა, ალბათ ადამიანის ბუნებიდანაც გამომდინარე. აი, მაგრამ თომა მოციქული რომ ახსენეთ გაკვრის შესავალში. საშილად ეს ყველაზე ველური ქვეყნები, იმ დროინდელი მსოფლიოსი, აზიური ქვეყნები. თომა მოციქულმა გაანათლა. და ბოლოს დღევანდელ ბაქოში, მაშინ იქაც პატარა ქალაქი იყო. ჯერ ტყავი გახადეს ცოცხლად ღვთის სიტყვის ქადაგების და შემდეგ ჯვარსაცვეს. იოანე მახარებელმა რა გადაიტანა? უამრავი რამ კუპჩიც კი ჩააგდეს, ადუღებულზეჩი ჩააგდეს. პატმოსზე გადაასახლეს და მრავალიცა სხვა. ვინმე რაიმეთი დააკლდა ქრისტეს სიყვარულს, ჩვენ სიმათ უნდა ბაძავდეთ. როგორც დიდებული მოციქული პავლე ამბობს, მობაძავ ჩემ დაიყვენით, ვითარცა მე ქრისტესიო. აი რატომ უნდა საზრდოობდეთ წმინდა მამათა ცხოვრებების კითხვა იქნება მოწამეობის თუ ღვთისმშთაგონებული თხზულებებისა. მათ მიერ ღმერთი გვესაუბრება, სული წმინდა. ანკი მე რამრჩის, რომ აგიწეროთ როგორ ავარ ფიზიკური თვალსაზრისით. რომ აგიწეროთ, დავიდუმებ უბრალოდ. მაგრამ როცა მოვდივარ უკვე, დიდი ბრძოლები მაქვს სანამ აქ მოვალ წირველ ლოცვაზე, ქადაგებაზე გამოვალ. როცა ეს უკვე ღვთისმადლით გადაილახება გარეთ და აქ მოვდივარ, აღარაფერი არ მახსოვს. არც ტკივილები, არც ავადმყოფობა, არც ნაკლოვანება, არც განსაცდელები. ყველაფერი, როგორ გითხრათ, სუბლიმაციას, გარდაქმნას განეცდის ლიტურგიაზე და ქადაგების ჟამს.
თორე ადამიანი ვართ რა, გამოვიდოდი ორ სიტყვად გეტყოდით, ან სახარების საკითხავიდან, ან სამოციქულოდან, ან დღეს წმინდა ნესტორ მოწამის ხსენება და სხვა რა, განა ეს არ იქნებოდა ღვთისმშობლის გადაგება, მაგრამ როგორიც მაქვს ბუნება ჩამოყალიბებული, მეტყველება თუ ცნობიერება, აი მეც ისე ვლინდები თქვენს წინაშე. ხოლო თუ თქვენ მე ვეღარ შევიცვლები, აღარ შევიცვლები და ვეღარ შევიცვლები. თან უკვე დავბერდი და მალე ალბათ სიკვდილიც მომინახულებს. არ მაშინეს სხვებისგან განსხვავებით. ჰე მოეც სიკვდილო, შეიძლება ითქვას. არამედ აი როგორც მოციქულებს პეტრესა და იოანეს სინაგოგიდან გამოდიოდნენ და ბრმამს ხო მოწყალება ეგ არა გვაქვს, მაგრამ რაც აგვაქვს იმას მოგცემ თუ და განკურნეს. ნიჭი ჰქონდათ ღვთიურები, მიწიერი ნიჭი არ ჰქონდათ. ჩვენც რა ნიჭი მიგვიციათ, ვცდილობ ის თქვენთან დავხარჯოთ. და ვამრავლოთ. ერთმა 3 და 5 მოიგოს კიდე 10. და ყოველ ადამიანში არის ჩადებული სწრაფვა შემოქმედება, შეიძლება არც გააზრებული ჯერ არ ესმის. ყოველ ადამიანი უნდა ესწრაფოდეს სრულყოფილებას. უკვე და ბერმონოზნობა მაგალითად, ეს უკვე არის სრულყოფილების სურვილი და მცდელობა უკვე დედამიწაზე. მაგრამ ეს სრულყოფილება ძალიან პირობითად იქაც გრძელდება ზეცაში. იმიტომ რომ ტოლვისაგანი ქრისტე თანამამი და სულიწმიდით ვართ. არის თვალშეუდგამი, აღუწერელი, გამოუთქმელი, მიუღწეველი, თქვენებურად რო ვსვათ. ამიტომ ჩვენი სწრაფვაც გრძელდება საუკუნოდ უკუნისამდე, ანუ მარადისობაში, უფრო მარტივად რომ გითხრათ. ეს სწრაფვა, ეხლა ზოგიერთმა უკმაყოფილოდ შევხედა, რას გვაძლევსო? აქ და იქ გაძლევთ დიდ სიხარულს. თუ არა ეს მადლისმიერი სიხარული რა გიჩის კიდე ერთხელ ვიტყვი, მოხუცსა და დაავადებულს. აი ამას წინა 2 დღის წინ ვიყავი ერთ მამათა მონასტერში, სოღრეთში. გარკვეული მოსაზრებიდან გამომდინარე, ჩემს ორშვილთან ერთად. ხო და განსვიფრდი პირდაპირ, ნუგეშინის სემად მეცა იქ მისვლა. ჯერ რომ მივედი იქ ვნახე, რომ ძალიან დიდი მოგზალებით შემთხვევით ყველანი, დიდი პატარა მონოსტრები და ესე შემდეგ. პატივისცემით, აი რო იტყვენ ზოგიერთი გადამყვალ ამისთან. ბოლოს მიმიყვანეს, დღეს მოვიხსენე ეს მამები ამ წირვაში. და ბოლოს წინაზღვართა რომელიც არ დაგავიწყეთ, არის დიცხე მონაზონი და მასზე დიდი ხარისხები აქვს, კი არქიმანდრიტის, კი იღუმენი, მისი მორჩილები არიან, მამა დავითის. ჩვენ ცალკე ვისაუბრეთ, არის ღვთისმსულიერი ადამიანი. კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მე ვუთხარი, რომ აი ეს თქვენი საძმო, თქვენი სახია მეთქი. აი მე მათ რომ შევხედე, უკვე წარმოდგენა შემექმნა თქვენზე. და მართალია უფრო მეტად ჩვენ თან გვდევს შური, შეურაცხყოფა, დამცირება, ცილისწამება. ამიტომ ჩვენთვის გამონაკლისი იყო, რაც აღვიქვი მონასტერში. არანაირი ამპარტავლობა, ზევიდანყურება, თვითდაჭერება, პირიქით. და ჩვენთვის ეს იყო, თან განსასწრელის გამოც მივედი, ჩვენთვის ეს იყო დიდი ნუგეშინის სემა. მათი სიყვარული. სიყვარული თავისასა არ აეძიებს, ამბობს მოციქული პავლე. ეს იყო წმინდა სიყვარული. მე და მამა დავითი მანამდე წინა დღეს ტელეფონით ვესაუბრეთ, უკვე გავიგე ვინ იყო. მე იქ ესე იგი ერთმანეთს გადავეხვიეთ ქრისტეს მიერი ამბორებით, ამბორს უყავით, დავსხედით ცოტა ხანს, 1-15 წუთი 20 ვილაპარაკეთ. ესე შთაბეჭდილებას შემექმნა და იგივე მითხრა მას, რომ ბავშვობიდან ვიცნობ ძალიან ახლოს და კარგად. ერთი სულისანი აღმოჩნდით. ჩემი ერთ სულიერი შვილი ჩავიდა რჩევისთვის, მე აქ მივეცი რჩევა, არ დაჯერდნენ ეთყობა, წავიდა იმანაც იგივე უთხრა. ებით რომ მასზე ამბობენ წინასწარმეტყველური აზრები, რა მაინც და მაინც წინასწარმეტყველი უნდა ვიყო შვილო. მე რო შენი მოძღვარი ვარ და გიბრძანა პავლე მოციქულმა დაემორჩილენი წინამძღვართა ვითარცა უფალსა, მე რატომ არ მიჯერებ? რატომ მეჭო? რატომ დერხეო? შეიძლება ჩვენ არა გვაქვს წინასწარმეტყველობის მადლი, მაგრამ ეგ გვაქვს კიდე, თქვენ რა იცით? ჯერ ერთი მინდა კითხო. მეორე მხრივ, ეგ სხვა რამ ნიჭი მოგცა ღმერთმა, თქვათ იგივე ღვთის სიტყვის ქადაგების. მე საგანგებოდ არაფერი არ მისწავლე. თქვენი ენით ვამბობ, თვითგანათლებული ვარ. ამიტომ სამღვდელოების ერთი ნაწილი და თვით სემინარი აკადემიის ზევიდან მიყურებს და გონორით მელაპარაკება.
მეღიმება უბრალოდ. დიპლომის ქონა, კურსების გავლა და ასე შემდეგ არ ნიშნავს, რომ შენ უკვე განგაბზნო სულიწმინდა. ჩვენ ვიცით წმინდა მამები წერა კითხვაც კი არ იცოდნენ და ეხლა წარმოიდგინე არსენი დიდი ხომიც რამხელა ესე იგი რა მასშტაბის წმინდანი არის, ადიდი წმინდანია, თან იყო მეფის შვილებს დიდა, მეფის თანაშემწე იყო. ანდო თავისი შვილები, ჰონორი და არკადი მან აღზარდა. ხო და როდესაც ღმერთ ესე იგი სული ეხუთებოდა ამ სასახლის ეტიკეტით, სიმდიდრით, ამით არისტოკრატი იყო თან წარმომავლობით და ღმერთს უევედრებოდა რომ მაცხოვნეო, შენ იცი როგორ შეიძლება ცხოვრდეს შემნაირი ცოდვილი. და ერთ შუაღამისას ლოცვაშიც მოესმა რომ დატოვე ეგ ყველაფერი. რაღა ეგ ყველაფერი, ჩვენ რა გვაქვს, დასატოვერი არაფერი არ გვაქვს. დატოვა წოდება არისტოკრატიული, უდიდეს თანამდებობა, დიდი შემოსავალი, ცოლი, შვილები დატოვა. ყველაფერი ეს პატივი და დიდება ამ სოფლიურ და გაიქცა, იმიტომ რომ მეფე არ გაუშვებდა. დაადევნა. ცოცხალი უნდა ჩაეყვანა თუ დაესაჯა მეფეს, რომ როგორ ეურჩა, მაგრამ ამ მეფეს დაავესდა რომ არსებობს უფრო მაღალი მეფე. იესო ქრისტე მობრძანა რომ დაატოვე ეს ყველაფერი და გაიქეცი უდაბნოში და გაიქცა. უშინაგან ეს უდაბნოში აღმოჩნდა ბოლოს. და ბერებმა ძალიან შეიყვარეს, იცოდნენ ვინც იყო ერში. მერე და მერე გამჟღავნდა ეს და მეფემაც შეწყვიტა დევნა, შემდეგ გარდაიცვალა და ნამდვილი მეფის წინაშე წარდგა ის მეფე. მოკლედ, ერთხელაც ხედავენ ბერები რომ რომელიღაც განდეგილ მამასთან დგას მორიდებით, მოგრძალებით და ყურადღებით უსმეს. გვირდათ. ვერ აკადრეს ერთბაშად, მაგრამ რომ მოხჩა საუბარს ის ბერი, გვერდზე გამოიყვანეს და კითხეს, კი არ გეწინოთო მამაო, იცით რომ ძალიან გვიყვარხარ. ამისგან რა უნდა ისაუბროს, ამბანი არ იცისო. სამაგიეროდ მაგანიცის ისეთი ამბანი, რომელზეც მე წარმოდგენაც არ ამაყო. რა, სულიერი ცხოვრების ამბანი. ადამიანთა სულებს ჭრებდა. ისეთი მადლი ჰქონდა ღვთისაგან მიღებული. და ეს მადლი მან ასკეტური ცხოვრებით მოიპოვა ღრმა უდაბნოებში. ისე რომ გარეგნულად ბანალურად ნუ შევადარეთ ნურს ადამიანებს და ნურს მათ ნიჭებს. თუ ასეთი რამ გააჩნიათ, ბუნებითია თუ მეტადრე მადლისმიერი. ჩემთვის იყო მოკლედ ნუგეშინის სელა. ჯერ ერთი ულამაზესი სავანია. ერში ყოფილა არქიტექტორი, მამა დავითი, მისი სულის შვენიერება ჩანს. 5 საკურთხეველია, რამდენიმე ტაძარი და მთავარი ტაძარი ყოვლადწმინდა სამებისა მთის წვერზე არის, იქ ერთ ტერიტორიაზეა. ულამაზესია. ესე იგი, ესთეტიური თვალსაზრისითაც ლამაზია და როშედიხარ დიდი მადლმოსილება იგრძნობა იქ. ესე იგი, იმ ბერებს რომ შევხედე ცივი ტაძრები, იმიტომ რომ იქ არ თბება ჩვენგან გასხვავებით არაფრით, თან არის მთის წვერზე და ასე შემდეგ. გულში თქვი, კომფორტში სახურობთ მეთქი, კომფორტში წირავთ, ლოცულობთ. და ესენი არიან მოღვაწეები. და მამებს რომ შევხედეთ, რომ ახალგაზრდებიც კი იყვნენ და უკვე უმეტესობას დიდი სქემა ჰქონდა შემოსილი, მომაგონდა პატერიკული მოთხრობიდან ასეთი რამ და თუ არ გაგალეთ ამასაც მოგიყვებით კონტექსტში ამ საუბრისა და ამ გახსენების ამ მონასტრის. ორი ძმა იყო, ამასინათაც მოვყევი და უდაბნოში მიდიოდნენ, ხორციელი ძმებიც იყვნენ და სულიერიც, ორივე აქვეცილი იყო და მოულოდნელად ეს უმცროსი ძმა მიდიოდა წინ. ესე იგი, უფროსი ძმა მიდიოდა წინ. და მე უფროსი ძმა წააწყდა პირველი უამრავი თვალმარგალიტი იყო, აი, გორები რო იტყვიან. ერთი წუთი გაჩერდა, ეს ფიქრი მოუვიდა, აეკრიფა თუ არა რომ მე გლახაკებზე დაერიგებინა რაღაც და ადგა და გადაახტა და წავიდა. ხელა ცდუნებას გაუწვა. იმისი ძმა როცა მოვიდა უსოცვა, აღახედა და იმან იფიქრა რომ ეხლა ამას მე წავიღებ. ჩამორჩა ესე იგი თავის მას. თუმცა მართებდა მორჩილება ასაკობრივადაც და ხელდასხმითაც აკვეცით. და წავიღებ ამას, საავადმყოფოებს ავაშენებ, გლახაკთა თავშესაფრებს, ესე იგი სასტუმროებს და განვისვენებ გლახაკების გაჭირვებულებს. თავისთავად ცუდი არ იყო ეს. სიკეთეა. მოწყალება, მაგრამ რა არის ის შეცდომა ამბერის რაშია? ეს მისი საქმე არ იყო. განდეგილ მამებს არ ევალებათ ღვთის წინაშე სიკეთის ხორცელი საქმეების კეთება. ეს ილია მართალსაც აქვს განდეგილში გამოთქმული. მისი წარწმედის მიზეზი ეს იყო თუ ჩაუღრმავდებით სხვა დროს ვილაპარაკოთ მაგაზე.
ხო და მართლაც აღასრულა რაც ჩაიფიქრა. მაგრამ იმ დღიდანაც ვაღარ უნახია და მე მოაწვა დიდი ნოსტალგიაც მის მონატრება და ჩავარდა სინანულში და ღმერთს ევედრებოდა რომ თუ შეიძლებაო ჩემ ძმას შემახვედრეო და სიკვდილის წინ ნახა უშუალო სიკვდილის წინ ღმერთი გამოეცხადა და უთხრა ამ უმცროსმას შენი ძმის ერთი ნახტომი იმ თვალმარგალიტებზე შენი ძმის ერთ ნახტომად არღის თელი შენი მოწყალების საქმეები ბერმონოზნის საქმე განდეგილის ეს არ არის გესმით საყვარელო რამდენადაც ნეტარყოფს მოწყალებას აი ნეტარი უნდა მოწყალე თუ იგინი შეიწყალე იმდენად ეს ბერს სხვა რამ აქვს ღვთისაგან მიცემული მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი გული დამსდა როგორც მრევლის მღვდელს რომ ჩემი მთელი შრომა და ღმერთმა იცის საშინელი შრომა და კაცი გადამიტანია ეს 45 წელიწადი რომ შევადარე იმ ბერების განათებულ სახეებს მორჩილებას თამდაბლობას სიყვარულს რომელიც გამოყრთოდა მათი პირისახიდან არ ღირს ამ ყველაფრად მთელი ჩემი ნაშრომი ეგებ ასე ვფიქრობ და ეხლა ყველაფერს ვერ გეტყვით მამა დავითთან ამ და მსგავს საგნებზეც ვილაპარაკეთ და არ დაგიმალავ მეთქი ესეთი ბრძოლები მქონდა მე მღვდლობაში შუაგულ მღვდლობაში და ბოლო ჟამსაც ორჯერ სამჯერ ამ ფიქრება მომინახულა რომ საკუთარი უღირსობის შეგრძნებით დავტოვო მღვდლობა თუმცა ვიცი ესეც რომ დიდი ჟულის კანონის მიხედვით მღვდელს არ აქვს უფლება თავისი დატოვოს მღვდლობა ნუ აქ მე ვგულისხმობ რომ პატრიარქს ვეახლებიან თანამოსაყდრეს 2-3 წლის წინ მსგავსი რამ შეუთვალე ერთ-ერთი რეფერენტის პირით მაგრამ არც მეიტანა პატრიარქამდე რეფერენტმა ეგეთი რამ გამორიცხეო უნდა იყო და იმსახურო ბევრი გისმენს ღვთის სიტყვას გადაგებ ეხლა ეს ბრძოლებიც ორჯერ სამჯერ გულზე მომაწვა და მამა დავითმაც მითხრა არა მამაო ეს შენ ამისთვის ახარ მე მოუყევი და ეგებ თავადაც იცოდა როგორ მოხდა ჩემი ხელდასხმა უჩვეულო გზით შენ მაგისთვის ახარ გამორჩეული და განსასწრელი რამაც იქ მე მიყვანა ეს განსასწრელი მას რომ აქვს შენ მოყვას შენს გამო აქვს ეს ეგ არის აი როგორც პავლე მოციქულს რომ სხეულში ქონდა საწერტელიო ანუ ოფლი და ცრემლიც კი კურნავდა და სამოსელი პავლესი და საშინელია დაავადება ჰქონდა ტკივილები მიწაზეც კი აღდა როგორია ოფლით კურნავს ხელდასხმით და თვითონ არის განსაკურნებელი უძიმესი და რა რისთვის პავლე გულისხმა ხო სამჯერ თხოვე უფალს რომ სატანის ეს ანგელოზია საწერტელი გაეტანა ჩემი სხეულიდან ეს აავადება მაგრამ მესამედ გლოსოლალით უფალმა ხმამოსა რომ გეყოსო ის მადი რომელიც შემგან შენში მოქმედებს და განართხა პავლემ ხელები და შეღაღადა უფალს აღმოიძახა მე მტვერი და მიწა პავლე კი არ არის მკურნალი ამ პავლეს თუნდაც სამოსელი ცრემლი ლოცვა ღმერთია მკურნალი პავლეს მიერ და მისი ღვთაებრივი ნება ვის როგორ მოიმსახურებს მათ შორის სამღვდელოთა შორის ვიღაცას კურნევის ნიშს ადლებს არაჰარიჰარაუთ რა თქმა უნდა ვიღაცას გადაგების ვიღაცას წინასამცნობელობის ვიღაცა სულიერი მამა არის არაჩვეულებრივი შეუდარებელი ეს ნიჭია სტარიც აი რო იტყვიან ხო ბერი რასაც ქვია ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით ყველას თავის ნიჭი მისვა და ყველა ეს ნიჭები ერთმანეთს ემსახურება ერთმანეთს როგორც მოციქული პავლე ამბობს აღვაშენებდეთ სახლად სულიერად მართალია დიდხანს ამ მონასტერში სავანეში არ ყოფილა მაგრამ ძალიან დიდი სიტყვოც დაფიქრებაც და გულისხმის ყოფაც წამოვიღე იქიდან და ნუ როგორ გითხრა აი სული ჩემი მამა და ბოლოს უთხარი 15 წუთი ვილაპარაკეთ ოცი მიეწება მეთქი შენ სულს წმინდა წერილში რო წერია რაღაც ესეთი რამდა იგივე გრძნობა მაქვს მამაო აბსოლუტურად ჩვენ ხო არ ვიცნობდით ერთმანეთს ეგ არაფერს არ ისოს ასე არის მეზობელი ყიამყრალი ყოველდღე ხედავ და ესალმები მაგრამ არაფერი საერთო არ აქვს და არის ისეთი სულთა კავშირი როგორც პატრიარქის კი ამბობს რომ ადამიანს რო ნახა უკვე ყველაფერი იცი მასე და მან იცი შეასე და ერთ სულ ხართ რასაც ითხოვს სწორედ უფალი ერთი ნათლისღება ერთი სწავლება და ერთი სული უნდა გქონდეს ყველა
ბოლოს და ბოლოს საყვარელო მაცხოვრის უკანასკნელი მოცვა რა იყო გეციმანის ბაღში? მამაო, იყვნენ ესენი ერთ ვითარცა მე და შენ ვართო. აი ესეთი ერთობა უნდა იყოს ჩვენში. ერთმანეთისთვის სულიც კი უნდა დავსდოთ. და რა მოსატანია აქ ავადმყოფობა, ტკივილები და სიბერე, რომ ამის გამო ესე იგი ან შეკვეცო ქადაგება, ან წირვა, ან ლოცვა, ან რაღაცას დაზარდე ადამიანს და ასე შემდეგ. ყოველთვის მაგონდებოდა ჩემ მგლობაში და იყო აქ 17 წელიწადი მარტო ვიყავი, ეხლა რომ ვიგონებ მოხუცი ზარავს რა გადავიტანე სიმარტოვეში. აი იქიდან იწყებოდა რიგები და არა მარტო მრევლის, არამედ გარედან მოსულების და არა მარტო აქედან დედაქალაქიდან. თავის ქებით მოდი ვამბობ, რომ ადამიანმა თავის გადატანა შეუძლებელი არის. საზრდელი და სასმელი კი არა. აპატიეთ საპიბუნებით მოთხოვნილების დაკმაყოფილება მენატრებოდა. საშუალება არ ქონდა. არც ქონდა ფეხსალაგი პირდაპირ გაგებდი. ეს ერთი ტაძარი იყო და ეს იყო. და იქ მესაფლავებს ხოვდი ხოლმე, როცა ვახერხებდი ჩასვლას. ამიტომ ამან გამიჩინა რამოდენიმე ქრონიკული დაავადება. და ასე შემდეგ. მაგრამ ყოველთვის ხედველობაში მქონდა მახსოვდა მაცხოვრის პავლე მოციქულის სიტყვები. და ასევე მაცხოვრის და პავლესაც მსგავსი სწავლებაა. ვინც ეცდება სულით იზღვიოს, გადაირჩინოს. ის წარიწყმეს მას და ვინც ჩემთვის წარიწყმეს, ის მას მოიპოვებს საუკუნო ცხოვრებაში. აი აქედან გამომდინარე ამ შეგნებიდან ვიყავი შეძლების დაგვარად თავდადებული როგორც მღვდელი. მადლობა ღმერთს, ერთგვარი ნაყოფი რა არის ამისი? არის ის, რომ შემოვიდა ამი ყველაფრის შემდეგ სიმშვიდე, სიდინჯე და ასე შემდეგ და ხედავ, რომ ჩვენ შორის არის ქრისტე. მე მიყვარხარ თქვენ და იმეს ვიტოვებ, რომ ყოველ შემთხვევაში ეს ყველასგან არა, ნაწილისგან მივხსნე, რომ თქვენს გაქვთ ჩემი სიყვარული. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. დღევანდელ გულგაციებულ საზოგადოებაში ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი, ეს არის სასწაულის ტოლფასი. და ეს მე მამხნევებს, რომ ჩვენ გვაქვს ერთმანეთის სიყვარული და სიყვარული ჩვენი უფლის, მისი ყოვლადწმინდა დედის სიხარულით, რომ ვიკრიბებით ხოლმე დაუჯდომელზე ღვთისმშობელ მარიამისა, აგერ მომცა ძალა და 30-ზე მეტი დაუჯდომელი ვთარგმნე, გარდა იმისა, რომ ცალკე წმინდა მამათა ქადაგებებსაც თარგმნილი, გრიგოლ 4 ძალიან რთული სიტყვა და შემეწია უფალი, როგორც იგივე პავლე ამოს ყველაზე მეტად მე გავისარჩე მოციქულებიდან, თუმცა არამედ სული ღვთისა, რომელი იყო ჩემთანა. ამიტომ ვადიდებ სული წმინდას, თანამამით და ქრისტე მაცხოვრით ვართ. ჩვენ არც ერთი რაიცა არასდროს არ უნდა გაამაგდეთ. ვიცით წმინდა მამები, რაღაც შორს ავიდე, პავლე უკვე ვახსენე, ამ ხელა მოღვაწე იყო, დაუღალავი, მუხლმოუყრელი და ამ ხელა ავადმყოფობა ჰქონდა, ასეთი მძიმე, საზარელი. ბესარიონ საკვირველთ მოქმედი, ყველანაირ ავადმყოფს კურნავდა და განაცხადდა ეშმაკებს. იყო წყალმანკი დაავადებული და არ იკურნებოდა. სენაკიდან ვერ ესე გახავდათ კი არა, ვერ გახქონდათ. ისე გასიბდა. კარი მოხსნეს, მაგრამ ვერ გაიტანეს. და რო გარდაიცვალა, დაშალეს ის სენაკი და ისე დაკრძალეს. მაგრამ ყველას კურნავდა და ეგეც არაფერია, საყვარელო კაცობრიობის სამყაროს ისტორიაში ორჯერ მოხდა ეს. ისუნავეს ეს დროს და ბესარიონ საკვირველთ მოქმედი მეგვიპტელი მეოთხე საუკუნის მამისა მზე გააჩერეს ლოცვით. წარმოუდგენელი რამ არის. გარდა მაგისა, მეცნიერება გვასწავლის, თუ რამე ოდნავ მაინც მეტნაკლებად სერიოზული კატასტროფა მოხდება, თქვათ ამ გალაქტიკებს ის საზარელი მოვლენები დატრიალდება აქ. მზე გაჩერდა მეცნიერული სწავლებით, მზის გალაქტიკა უნდა დანგრეულიყო, თქვენი ენით ვამბობ. მაგრამ არაფერი არ მოხდა. და მე წავიკითხე პირველად ერთ ცნობილ ევროპელ მეცნიერთან. გამოკვლევები ჩაატარეს, ექსპერიმენტები და სხვა და მივიდნენ იმ დასკვნამ და ისტორია მას დაადასტურა, რომ სწორედ იმ საუკუნეში ისუნავეზეს და ბესარიონის ორჯერ ქონდა სულ სამყაროს არსებობის ისტორიაში ადგილი ასეთ რამე მზე გაჩერდა და არანაირი კატასტროფა არ მოხდა. ბოლოს და ბოლოს საყვარელო, მოიგონეთ აპოკალიფსური წინასწარმეტყველება. ვარსკვლავს შენა იქნება, მზე დაბნელდება, თოვარე სინათლეს აღარ გამოსცემს. ამ ყველაფერს მოიტანს ადამიანის დეგრადაცია. შემოქმედს რომ დაშორდება და
და ანტიქრისტეს მიერ რომ დაიბეჭდება მისი სახელით. ანუ დიდი განდგომა როცა იქნება, ანუ აპოსტასია, აი სწორედ მაშინ მოხდება ეს კატასტროფები ჩვენს გალაქტიკაში და არა მარტო აქ. საბოლოოდ ღმერთი ცეცხლში დასვავს ყოველივეს, რათა შექმნას ახალი ცადა ქვეყანა მართალი ადამიანისთვის და მოვალ დიდებით განშად ცხოველთა და მკვდართა. ეს მოგვიახლოვდა გამოფხიზნით. იმაზე ნუზრუნავთ რა ჭამოთ, რა ჩაით. ღმერთმა იცის რომ ხორცი გასხიათ. მე შემიძლია რომ არ მინდა ძალიან დაგღალოთ, მაგალითები მოგიყვანოთ ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებიდან, რომ ღმერთი ინახავდა მათ, არაფრის მქონეთ თითქოს. ასევე დაინარჩუნებს და შეინახავს ანტიქრისტეს, როცა ესე იგი ისეთი საერთო ეკონომიური სისტემა და საგადასახადო იქნება, რომ იძულებული იქნები მიიღო ბეჭედი, მაშინ შიმშილ წყურვილით უნდა მოგდე. მაგრამ არა ჩვენ აი მაშინ უნდა დავტოვოთ ეს ამათი საზოგადოება ტყეღრეში და უდაბნოებში გავიდეთ. და როგორც მამები კონკრეტულ დარიგებებს, მათ შორის კონკრეტულ დარიგებებსაც კი გვაძლევს, მე თქვენთან ვიქნები, მე გეტყვით რა იჭმევა და რა არ იჭმევა, ხალეული ველურად რო ვიქნებით. ჩვენ უნდა გავძლოთ მხოლოდ რაღაც 3 წელიწად ნახევარი. წმინდა მამები კონკრეტულ დარიგებებს გვაძლევენ. წყლის კრიზისი იქნება. ამიტომ პატარა ნაგლეჯი მაინც იქონიეთ მიწის ბზები დარგეთ ჩრდილოეთით. რატომ? თურმე როცა ჩრდილოეთით რგავ ბზებს, წყალს იზიდავს ფესვებით. ანუ გამშრალი პირი რომ გაისველო, მაგის საშუალება გექნება. და ბოლოს ეს არაფერიც რომ არ იყოს, როგორც სქიმონაზონი, დიცქემონაზონი მაკარი ამბობს, ჩვენ თუნდაც მიწას მოვზელავთ ტალახად. ვილოცეთ ჩვენი უფლის მიმართ, მის ჯრისნის დავსახავთ და შეგვერგება უტყდეს პურებად. გააქვთ ამდენი რწმენა? ვისაც ამდენი რწმენა არ აქვს, მიწის პატარა ნაგლეჯები იქონიოს, ბზები დარგას და ასე შემდეგ, რომ რამენაირად გაიტანოს თავი, თუმცა ანტიქრისტე ამათაც მიადგება. აიძულებს რომ ან თაყვანისცეს, მას ანუ მიიღოს მისი ბეჭედი, პირობითად ვამბობ ბეჭედი, ან მაშინ დაიჟება სიკვდილით, ან სხვა გამოსავალი უნდა დატოვოს საზოგადოება. ყველა გააკეთებს თავის არჩევას. უმძიმესი დღეები გველოდება. ამიტომ სანამ დრო გვაქვს, გაძლიერდით სარწმუნოებაში. დროული აღსარება, ზიარება, მე მოძღვარი უნდა გევედრებოდეთ, რომ აი შვილო 3 თვე არ მოსუხარ ტაძარში. წელიწადია ზიარება არ მიგიხია. ასეთებიც არიან ჩვენთან. თქვენ გექნებათ სახვეწარი მალე და ვეღარ ნახავთ უდლებს. უდლების დიდი ნაწილი, როგორც წმინდანები გვიწინასწარმეტყველებენ, თავად წაიყვანენ და ჩააბარებენ თავიანთ სამრევლოს ეშმაკს ანტიქრისტეს სახით. ბოლოს ცოტა დარჩება მადლმოსილი მოძღვარი, რომელიც არ უღალატებს ჩვენ სარწმუნოებას, მათ გარშემო შეიკრიბეთ. ამბობენ წმინდანები, მათ შორის მამა გაბრიელი და ასე შემდეგ. და ეს დრო გვიახლოვდება დღითი დღე. ეს დრო გაგვიგზელა უფალმა მოსამზადებლად და არა კაი ჭამას მისთვის და ნებიერი ცხოვრებისთვის, როგორც ფიქრობს. აი გუშინაც მომდიარ შეხედე კაცო, ამდენი სასახლეები შენდება, აი რა თუნდაც სულ მკითხული და რა თქმა უნდა მოპარული ფულებით, ეხლა ნელ-ნელა მჟღავდება რომ ბიუჯეტიდან მოიპარა, აქედან მოიპარა, იქ გაათეთრა ფული, ქუნდებთან იყო შეკრული და რა შეშირდება. აი ვარო დაფიქრდნენ, რა საძლებს. ესენიც არიან შეპყრობილები. ამას ქვია ფულის ტრფიალება, ვერცხლის მოყვარება, სხვანაირად. ანგარება. ზედამთვარე რომ ამოსდის ქონებისთვის. რას წარმოადგენს? ბოლოს სანატრელი გახდება პეში წყალი და ბალახის ძირები, რომ შიმშილი და წყურვილით არ მოგდეს ადამიანი. თუ მოგეცემა, მადლობა შესირე. არიან აი ადამიანები, ვება, სახლებიც აქვს და ესე და ჩალის ფასად აქვს ნაყიდი, არა თვალთმავცობით, არა ცუღლუტობით, არა თაღლითობით. ასეთებიც არიან. და მრავალი მაგალითს მოყვანა შეიძლება. ჩვენ იმას ვამბობთ, რომ გული შენი არ უნდა შეიპყროს ეშმაკმა არანაირი ვნებით. მოკლედ, ეშმაკებული იყო უმძიმეს დღეში, განსაკუთრებით ეს ერთი. და ვითარც აიხილა მან იესო, ეხლა ყურადღებით მოისმენთ. ვითარცა იხილა მან, ანუ ეშმაკეულმა იესო, ღაღატყო და შეურდა ფეხთა მისა. შეურდა ნიშნავს ჩაუვარდა ფეხებში.
და ხმითა დიდით და იტყო და რა იძე შემი და შენი იესო ძეო ღვთისა მაღლისაო გევედრები ნუნტაჯა. ესე იგი აღიარა იესო ქრისტე. იცის რომ ეს ღმერთია. აღიარა კიდეს. აბა რატო არ ცხონდება? სინანული არ აქვს. არ ნამოს. ამიტომ ეხლა თქვენ რომ აბა ეხლა რომ ჩაუვარდა ფეხებში და არა. ეშმაკოს, ეშმაკი. აი რას აკეთებს? იცის რომ ღმერთს უყვარს ადამიანი, იცის რომ ამ ადამიანს შეიწყალებს, ამისთვის მოვიდა. ივანეს პირველ ეპისტოლეში, ივანე ღვთისმეტყველისა ვკითხულობ. იესო ძეღვთისა დედამიწაზე გამოჩნდა, რათა დაარღვიოს საქმენი ეშმაკისანი. იცის რომ ამ მისი ეშმაკის საქმეებს დაარღვევს იესო. შესული არის რა ადამიანში და სტანჯავს და ამ ტანჯვით ნეტარებს რა და ხარობს ეშმაკი. ნახეთ ადამიანს, რომელიც აი როგორც ნივთი ისე ხავს ადამიანი. უნდა მარჯვნივ გადააგდებს, უნდა მარცხნივ, უნდა დააჩოქა, რასაც უნდა ნივთია მის ხელში. დააჩოქა, მუხლებში ჩაუგდო უფალს, მაგრამ თავად ლაპარაკობს. ამას ეშმაკებული კი არ ეუბნება. რა არის შენი და ჩემი, რატომ მოხვედით დროსაც? არა. ეშმაკები ლაპარაკობენ მისგან. ამ ადამიანის ხმასაც დაეუფლას, მენასაც, ყველა გრძნობას, გონებას, ნებელ ამაში თავზე ვთქვი და აღარ გავაგზელებ სიტყვას და აბა რატო იქცევ ასე? რომ შეაცოდოს ის ადამიანი კი არა, საკუთარი თავი. კერძოდ რა? რაში მდგომარეობა შეცოდება? სატანჯველში არ გამარჯვება. აი, მაგ სხვა მახარებლებთან, მარკოსთან და მათესთან როგორ არის იგივე ნათქვამი. მოხვედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვა ჩვენ და ამბობს მათე მახარებელი. სხვაგან მარკოსთან ნათქვამი, გაფუცებ შენ ღმერთსა, ნუნტანჯავ მე. კაცზე კი არ არის ლაპარაკი ეშმაკზე და მისი ტანჯვა რა არის? მე კარგად გრძნობ თავს ამ ადამიანში რო ვარ, შეპყრობილი რომ მყავს, სიხარული მაქვს ამით, ჩემი სიხარული სხაროა ნეტარებისა, ამიტომ შე რომ გინდა გამიყვანო აქედან, მე ამით დავიტანჯები. უფრო მეტიც შესაძლოა შენი კაცთმოყვარების და განგებულების გამო გამაგზავნო სატანჯველში. სხვაგან წერია სხვა მახარებელთან უსხულთა შთასვლას ნუ იბრძანებო. სხვასთან წერია სოფლის გარე გასვლას ნუ იბრძანებო, რომ წუთი სოფლიდან გავიდეო. ესე იგი, რას ნიშნავს? ჯოჯოხეთში ნუ გამგზავნე. დროზე ადრე რას ნიშნავს? ესე იგი, შენ იცი, რომ ჯოჯოხეთში იქნები საბოლოოდ წარგზავნილი, მაგრამ შენევედრები ამ ადამიანის მიერ აბრალებ თავს, რომ არ გიბრძანოს გასვლა ამ ადამიანიდან. მაგრამ რა დაინახა, რომ ქრისტეს ნება შეუვალია გასმიდოს და განკორმოს ეს ეშმაკი, ნახეთ, კიდევ როგორ ეშმაკობს ეს ეშმაკი და რა ერთია მაშინ. და რატო ამბობდა ამ სიტყვას მახარებელი ლუკა ამბობს? იმიტომ რომ უბრძანა სულსამას არაწმიდასა გასვლად კაცისა მისგან. რამე თუ მრავალგზის წარიტაცის იგი და შებორკილიან, იგი ჯაჭვითა და საკვრელითა და სვეტ და გახეთქნის საკვრელი და იდივნებიან ეშმაკისა მისგან უდაბნოდა. სხვაგან უფალი ერთ ქადაგებაში როცა ადამიანიდან გამოდის ეშმაკი, ურწყულ და უდაბნო ადგილებში მიდის, მაგრამ განსვენებას ვერ პოულობს, იმიტომ რომ წყეული არის. ამპარტავანია, ვერ პოულობს განსვენებას, ბრუნდება და ცდილობს შევიდეს ადამიანში. თუ ის ადამიანი ნახა მოხენით 10 თავის დაირს მოიყვანს შევა და უარეს დამართებს იმ ადამიანს. რას ნიშნავს მამათა განმარტება? ესე იგი, ღმერთმა რომ განწმიდა ადამიანი განკურნა, ის აწი უკვე მოიქცეს. აღარ უნდა შესწოდოს. წმინდა ქრისტეს მიერ უნდა იცხოვოს, მაგრამ თუ მადლობასაც კი არ სირავს, რომ ასე მძიმე დაავადებული, შეპყრობილი იყო, განკურნებული და ესე იგი არ შეუდგება ქრისტეს, ეშმაკი მრავალ თავის დაირს მოიყვანს და უარესად დატანჯავს. გახსოვთ 38 წელიწადი პარალიზებული ბითესდას მასთან რომ იტანჯებოდა, როცა განკურნა რა უთქვა, წადი და ნურღარასო და ამით რა მიანიშნა, სოდვების გამო იტანჯები ასე საშილად, აბა როგორია წარმოიდგინეთ 38 წელიწადი კუტივით ეგდო და არაფერი შეიძლება ზოგჯერ მეტყველების უნარისკი, ზოგიერთ მეტყველების უნარისკი წარწმეული ჰქონდა და სეარულზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. წადი და ნურღარასო და ესე იგი ადამიანი ღმერთი როცა კურნავს ადამიანს, პირობოლისა ღმერთს უნდა მადლობდეს და რაც თავარია, ნიშნად მადლიერებისა და მადლობისა უნდა გამოასწოროს თავისი პირადი ცხოვრება. მაგრამ ჩვენ გვინახია სასწაულებრივად განკურნებული ადამიანი პირდაპირ გაგებთ ღვთისგან. აი მე მაგალითები შემოვიდგინე, ჩემი მგლობიდანაც მოვიყვანოთ ზიარებით როგორ განიკურნა ადამიანი და ერთნი შეუდგნენ ქრისტეს და მეორე უარესები გააკეთეს და საზარელი აღსასრული ჰქონდათ სიმსივნიან დაავადებულებს. აღარას ვიტყვი რა.
მოკლედ ამის შემდგომ რა შესთხოვა თავისი ეშმაკმა, კითხა მას იესო, რა არის სახელი შენი, რა ქვიაო? ესე იგი, რომ ვინც ლაპარაკობდა ამ კაცისგან, რომელიც მის ხმასაც იყო და ცნობიერებას დაუფლებული, რა ქვია სახელი შენი, რა არის? ხოლო მარქვა ლეგეონ. ჩვენ შესავალში ვთქვით, რომ ათეულებად, ასეულებად, 50 და ასე დაყოფილი არიან. ლეგეონი ნიშნავს 10,000. ერთ ადამიანში იყო 10,000 ეშმაკი. ესე იგი, ხო ასეთი დაცემული იყო ეს, მაინც რამხელა რა არის ადამიანი? მიუხედავად იმისა, რომ 10,000 ეშმაკი იყო, ასე თუ ისე არსებობდა, ამას ცხოვრება არ ქვია, რა თქმა უნდა, არსებობდა. ხოლო ეს ეშმაკები, რომ უბრძანა ქრისტემ, გამოიყვანა და დაუშვა და შეუშვა ეშმაკები 2000 ღორში, გაცოფდნენ, ჭკუა დაკარგეს და გაგიჟებულები გადაცვიდნენ სხვაში და ყველა უკლებლივ დაიღუპა. ღორის ქმნილება ადამიანის, მაგრამ ღორს არა უკვდავიშვილი, აქ მხოლოდ სამშვიდობელი ადამიანს აქვს გონებაც, ხადებაც, თავისუფალინება, განშის უნარი, უკვდავება, განსხვავებით ყველა სხვა პირუტყვისაგან. მაგრამ ესე იგი დაცემული ადამიანის კი მაინც რამდენად დიდია. დაიტია ის, რაც 10,000 ეშმაკი, რომელიც 2,000-მა ღორმა ვერ დაიტია. ამითაც ჩანს, რომ შესაქმნის გვირგვინი ადამიანი ყველაზე მაღლა ის დააყენა. ხოლო ჩვენ ვითარცა პირუტყვი მოვსხდებით. ზოგჯერ პირუტყვი არ გააკეთებს იმას და არც აკეთებს, რასაც ადამიანი. მაგალითად, სოდომური ცოდვები, უფრო კონკრეტულად სირცხვილის გამო ვერ გეტყვი. მე საცარებებშიც მომისმენი, არა მარტო წამიკითხავს. სოდომური საზარელი ცოდვები, მათ შორის პირუტყვთან დაცემა. პირუტყვებს ასწავლიან სოდომურ ცოდვებს. დებს ინტერნეტში იხილეთ. მაპატიეთ ქალი როგორ ცხოვრობს ძაღლთან. ბუნებიანი შეძახილებით. ცხოველი ამას არ აკეთებს. ტოლვა ადამიანის მიმართ არა, თუ ასე არ არის გარკვეული ადამიანისგან. მეცაც გეტყვი, ცხოველი რომ მიუდგება, დამაკდება ქართულად. ესე იგი, აღარ მიდის ცხოველთან. ადამიანი, მიუხედავად რომ მაქსიმე აღსარებელი წმინდა მამები ეკლესია გრძალავს, მიდგომი დედაკაცთან არათუ სოდავს, გაუყუღმართებულ სირცხვილია უბრალოდ ქალიშვილებიდან ანაკ. აი ეს არის დღევანდელი ადამიანი. პირუტყვზე, ცხოველზე ბევრად დაბლაა დაცემული. ეს გვინდა დღეს მსოფლიო გლობალურ ხელისუფლებას ცხოვრების წესად და მსოფლმხედველობად გაგვიხადოთ პარლამენტის დონეზე. წარმოიდგინეთ თქვენ. ჭეშმარიტად გლობალური მასონური ხელისუფლება ამზადებს საზოგადოებას ანტიქრისტეს შესახვედრად. ასეთები თუ შევხვდებიან და დაიბეჭდებიან და ღმერთმა დაგვიბაროს, ჩვენ ვისაც ღვთის შიში შემოგჩენია და სარწმუნოება რამე მსგავსი ან ვიკადროთ, ან მივიღოთ ბეჭედი მისი. ღმერთმა დაგვიფაროს და ყველა ადამიანი დაიფაროს და გონს მოიყვანოს. იმიტომ რომ ისეთ საშინელ დღეში ჩააგდოს, 3 წელიწადნახევარი სიკვდილს ინატრებენ და სიკვდილი გაიქცევა მათგან. ჭირის დღეები თავად უფალმა უწოდა. დაღამდება, საზუწარკვეთილები ინატრებენ, როდის გაღამდება, რომ სინათლის ხილვა მაინც რაღაც ნუგეშის გათენდება, ვერ მიიღებენ ნუგეშს და ტირილით იტყვიან, როდის დაგვიღამდება, როდის გაგვითენდება, სულ ამის დატვრაში იქნება. სატანჯველში. მერე საჭმელი არა, სასმელი არა, ერთმანეთს ჭამას დაუწყებენ. თქვენ გონიათ, რომ ეს ფანტასტიკის სფეროა, გადაჭარბებულია, გროტესკია, არა. ეს არის სული წმინდის მიერ. წმინდა წერილისა და წმინდა მამათა მიერ და კონკრეტულად ეფრემასურის, ნილოსპირო მდინარისა სხვათა აღწერილი როგორი საზოგადოება იქნება ანტიქრისტე, როცა გაბატონდება დედამიწაზე. ანუ ეშმაკი მის მიერ. ეს იქნება ეშმაკის უკანასკნელი და ყველაზე დიდი შურისძიება ადამიანზე ღვთისადმი ტრობის გამო. ესე იგი კითხა, რა არის შენი სახელი? ლეგეონი, 10,000 ეშმაკი. რამე თუ ეშმაკი მრავალი შესრულებდეს მისა. და ევედრებოდეს მას, ანუ ქრისტეს, რათა არა უბრძანოს მათ უბსნულთა შასვლა. კიდევ ერთხელ შეევედრენ, რომ ჯოჯოხეთში არ გაცადა. საერთოდ სამყარო ასე გამოითქმის. ზესკნელი, სასუფეველი, ქვესკნელი, ჯოჯოხეთი, გარესკნელი, ესეც სხვადასხვა ადგილები ჯოჯოხეთი. როგორც სასუფეველშია სხვადასხვა ადგილები, ასე ჯოჯოხეთში არის სხვა ადგილები. ზოგადად რო თქვა, ქვესკნელი და გარესკნელი. ზესკნელი არის სასუფეველი. და ჯვარი გამოისახება მისტიურად თუ თქვენ ხდებით. ღმერთი ყოველივეს მოიცავს. როგორ ჯოჯოხეთშიც არის?
ჯოჯოხეთში ღმერთი არ არის. შეუძლებელია იყოს, მაგრამ ახლოსვე არის, როგორც დავითი ამბობს ფსალმურში. ანუ რა ხდება ჯოჯოხეთში? მისი განგების ქვეშ არის. მაგალითად, როდესაც დღეს ვწირეთ პროსკომედიაზე სეფისკვერის შემოგზავნით, თქვა მიცვალებულებისთვის, რომელიც შეიძლება მათგან ნაწილი არის ჯოჯოხეთში და ეს უფრო სავარაუდოა ჩვენ ცხოვრებიდან გამომდინარე. დღეს, როდესაც უსისხლოების შეიწირა ველმოქმედებით, სულიწმინდის გარდამოსვლა. ვის სახელზეც იქნა ნაწილი ამოღებული და შემდეგ გადატანილი იქნება სიმბოლურ ალეგორიულ მნიშვნელობით გამოსვლაზე, შემდეგ ჩასვენებული ბარძიმში, როდესაც უკვე სისხლად არის გარდასახული სისხლისფერი ღვინო, აი მაშინ როგორც კი ეს ნაწილი ამოღებული თქვა პეტრეს სახელზე დალტვება ქრისტეს სისხლით, შეწევნას იღებს ღვთის კურთხევით იქ სადაც არის, თქვა ჯოჯოხეთში, ერთგვარ შეწევნას იღებს. იქაც ადგილებია და როგორ გითხრა, აი თქვა ცენტრშია რა. თუ ეს მოხსენებელი ყავ ქრისტეს ეკლესია ლოცულობს, თან და თანობით ხდება მისი ადამიანურად გეუბნებით გადაადგილება გარესკნელისკენ. და მეორედ მოსვლა რო იქნება საყოველთაო ალბომა ხელახლა კი არ გასამართლებს, განიკითხავს უფალი ყველას, არამედ მხოლოდ ის იქნება მოგონებული მისი გარდაცვალების შემდეგ რა გაკეთდა. მოწყალების საქმეები, პირადი ლოცვა, ფსალმუნები, მათ შორის კითხვა, პროსკომედიაში მოხსენება, ზოგჯერ ბარძიმში. ეხლა აქ ზოგიერთები არიან უკვე რაღაც დაავადებულებივით არიან, პათოლოგებივით. თუ შემოგზავნი სახელს აუცილებლად ბარძიმთან მოიხსენე. ჯერ ერთი ეს თავხედობაა. მე ვეუბნები ასეთებს შენს გარდა უამრავია მრევლში და რატო იღერებ თავს? ყოველ წირვაზე რატო უნდა მოიხსენო ბარძიმთან? მეორეც ყველა მიცოდეს. პროსკომედიაში მოხსენება სავსებით საკმარისია. ბარძიმთან მოხსენება და კვირაში ეს არის გაძლიერებული ლოცვა მისთვის. ვინც კი პროსკომედიაში ამოღებული იქნება ცოცხალთა თუ მიცვალებულთა სახელი, ყველა მათგანს შეეხება ის მადლმოქმედება, რაზეც მოგახსენეთ ცოტა ხნის წინ. ესე რომ ზედმეტად გამოიდებთ თავს. რაც არ გესმით. ესე იგი კიდე ერთხელ შესთხოვეს, რომ უფსკულში, ანუ ჯოჯოხეთში არ გაეგზავნა. და ეხლა როგორი სასუქარკვეთილი ამპარტავანი სულია, იცის რომ ადრე თუ გვიან მაინც ჯოჯოხეთში წავა, მიუხედავად ამისი სინანული არ აქვს. გახსოვთ არა ერთ-ერთი წმინდა მამის იოანე მოკლერო ვახსენე საჭურისი ისეთი სიყვარულის მადლი მოიპოვა რომ ეშმაკიც კი შეებრალა და ლოცვაში სთხოვა რომ შენ ხო სიყვარული ხარო აპატიო ის ერთ დღეს ხო ანგელოზი იყო და შესდაო ხმა მოესმა ისეთი მადლმოსილი იყო ეს ადამიანი მე დღეს საღამოთი მწუხრის ლოცვაზე გამოგიგზავნი ეშმაკს და თუ ერთხელ მაინც გამოთქვავს სინანულს ერთხელ თუმცა ათეული საუკუნე ბოროტებას ჩადით შენ და თქვენ სინაშე ზათვარ ვაპატიო აბსოლუტურად ყველა ცოდვა. გაეხარდა იონეს მადლობა შესწირა მის კაცმოყვარებას სიყვარულს. საღამოთი დადგა. ესე როგორ წმინდა იყო. ეშმაკი დაინახა და ადამიანი რო ხედავს შიში ტყდება ისეთი საზარილი იერი აქვს. აუტანელი. არაფერი მსგავსი არ დამართვია. სიყვარულით როგორც ერთხმილებას ოღონდ ჩემს დარს მიმართა რომ აი ღმერთმა აღმეთქვა და თუ ერთხელ მაინც ილოცებ ჩემთან ერთად რაც ლოცვა შეიცავს. მწუხრის ლოცვა რით იწყება სამწმიდა ოთის აწირა შეგვიწყალე ჩვენ ამით თავრდება ანუ სინანულია გამოთქმული ღმერთის დიდება სამების და სინანული ღმერთი მისათ არის გაპატიოს კეთილი ვილოცოთ მაგრამ ძალიანაც კარგად იცის რომ ღმერთის სამება არსებობს ვიდრე ეს სინათლის ანგელოზი იყო და ერთ-ერთი უახლოესი იყო მის საგზართან ჩინებულად იცოდა ეს ყველა მასაც წამს აი ზოგიერთ მე მორწმუნე ვარ და საქმეები აქვს ბოროტი წმენა მკვდარია საქმის გარეშე. ეშმაკ შენზე მეტად წამს ამბობს მოციქული, მაგრამ საქმეები რო არ აქვს სინანულის, ამიტომ წარწყდება. და წარწყდა კიდეც. და საბოლოოდ წარწყდება. და მოკლედ დაიწყეს ლოცვა. ამყევიო. ივანემ სთხოვა. წვიდაო ღმერთო. ეშმაკიც მეორე წვიდაო ძლიერო, წვიდაო უკვდაო. ყველაფერი ეს მხარია ივანესაც საპატიებას მიიღეს ღმერთის ჩენდობას. მაგრამ როგორც კი გამოთქვა დასასრული ლოცვის შევიწყალე მე, ანუ სინანული გამოხატა აღიარა ამით რომ ცოდვილია. მეხსეულად გაქრა ეშმაკი და მოესმა ზეცი და ხმა. ახლა ხო მივხვდი ივანე, რატომ არ პატიობ ეშმაკს? არ ითხოვს უბრალოდ შენდობას. სინანული არა აქვს. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. და ჩვენი რწმენაც მკვდარია კეთილი საქმეების გარეშე. დაიყო მუნკოლტი ღორთაი მრავალი მძოვარი მთასაზე და ევედრებოდეს მას რათა უბრძანოს მათ ღორებსა მას შესვლაი და თავადმა უბრძანა მათ ხომ არა წმინდა ცხოველია და ისიც ღორია ღორშიც კი ვერ შევა ეშმაკი
თუ ღმერთი არ დაუშვებს, თუმცა მადლი აართვა, როცა დაეცა, მაგრამ ძალა დაუტოვა, საშინელი ძალა ბოროტსულს. მაგრამ იმ ძალას ვერ იხმარს, თუ ღმერთი არ დაუშვებს. უნდა თუ არ უნდა, ეშმაკიც არის ღმერთის მსახური, მას ემსახურება, მისნებას. ჰარალოდ კი არ მიუშვებს ადამიანზე ამათ მცნეულებას, განსაცდელს, ჭკუის სასწავლებლად, მოსაქცევად, დასაფიქრებლად ეძლევა. ამიტომ არის რომ იაკობ მოციქულიაოს ყოველთათვის ყოველ საშინაო მადლობდეთ უფალს. აი რატომ მადლობდეთ? არა მარტო სიხარულისთვის, არამედ განსაცდელისა და მწუხარებისთვისაც. ერთი წმინდა მამა ნუ რა განგმირა ჩემი გული. წმინდა ლუკა ვოინოიესენეცკი, ცნობილი ქირურგი, ჩიქოვარ ქირურგის დამაარსებელი, უდიდესი წმინდა მამა, აღსარებელი. ბოლოს როგორც ეს 20 წელი გადასახლებებში იყო. ახლა პიროვნება. შუა აზია, ციმბირია და ასე შემდეგ და ბევრი ტკივილები ანახეს, მაშინაც როცა არ იყო თვით თავის მათაგან, ანუ სასულიერო პირთაგანაც და მქონდა წინააღმდეგობა და ასე შემდეგ და რა დაგვიწერა ბოლოს. მე შევიყვარე წუხარებანი, გავოგდი ეს რო წავიკითხე. ადამიანს თავისი ბუნები არ შეუძლია უყვარდეს წუხარება. ადამიანი თავისი ბუნებით ესწრაფის სიხარულს. აი ვთქვათ, ცნობილი ფილოსოფოსი არისტოტელი ამბობს ამის შესახებ. ნეტარებას და სიხარულს ესწრაფის ბუნებითად ადამიანი. მაგრამ იმდენად ხშირად იყო მწუხარებაში და ნახა სარგებლობა მწუხარებიდან რა? თამდაბლობა მოიპოვა, თვინიერება, მორჩილება ღვთიორინებისა. ერთად-ერთხელ გამოავლინა ურჩობა ღმერთის მიმართ. ციმბირშია გადასახლებული ფსიქოლოგიურად, როგორც თქვენ იტყოდით, წარმოიდგინეთ რა მოხდა მის თავს. და იცის რომ ხვალე უკვე თავრდება მისი მორიგი გადასახლება და უნდა დაბრუნდეს თავის ეპარქიაში სულიერ შვილებთან. რა თქმა უნდა უხარია. მაგრამ მოვიდა დილით ბრძანება რომ კიდევ გაუხანძლილ ციმბირში ყოფნა. საკურთხეველში იდგა მუხლებზე, მაცხოვრის ხატთან ლოცულობდა და უსაყვედურა. შენ ხომ ყველაფერი შეგიძლიაო. შენ ხომ იცი რომ უნდა გავეთავისუფლებინე. შენ ხომ იცი რომ დავიღალი ამდენი ტკივილი, ასაკი იყო, ინფარქტი დამართეს. ღამე არ დააძინეს და პროჟექტორებს უნათებრი რომ არ დაეცინა და ინფარქტი დაემართა. ამის გამო. თან იყო ასაკში და დაავადებული იყო უკვე, წიმეთ. დიაბეტით. მიუხედავად ამის, ესე იგი, ღმერთს ხო ვარო შენ ხო შეგელო, აი მათავი, რატო დაუშვი ხო შენს ხელშია ყოველივე, რატო დაუშვი რომ ჩემი ტკივილები გახანძლეს, რა? ღმერთი რომელიც იმ ხაზზე იღიმოდა, მოიქუფრა და სახე მიიბრუნა მისგან. ეს რომ მოხდა, ამან გამოაფხიზლა და ჩავარდა სინანულში და მწარე თაქვითივდა. და ღმერთს თხოვა პატიება ამ მოგონურებისთვის. ისეთი გულითადი იყო მისი სინანული და წრფელი, ხატმა დაიბრუნა თავისი იერი, უწინდელი. ამის შემდეგ არასდროს არ უსაყვედია არაფრისთვის ღმერთისთვის, პირიქით ყოველთვის ყოველ საშინაო მადლობდა ღმერთს და როლს დაგვიწერა და დასაფიქრებლად დაგვიწერა მე შევიყვარე წუხარებანი. გახსოვდეს საყვარელო, ჩვენი მაღალი ღმერთის და განგებიანი ღმერთის ნების გარეშე არაფერი არ ხდება. სიხარულსაც, წუხარებასაც ღმერთი უშვებს. ორივეს ერთი დანიშნულება აქვს. გაგწმიდოს და გაცხოვრნოს საბოლოოდ. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ შვებედნიერი და მაძღარი კაცი ცხონდეს. ჩემთვის ეს არის წარმოუდგენელი. და დამისახელეთ ერთი ან წმინდანი, ან წინასწარმეტყველი, მოციქული, რიგითი ადამიანი და სხვა, რომ ტკივილები არ ენახა ცხოვრებაში, შევიწროება, დევნა, შეურაცხყოფა და ასე შემდეგ. მრავალი ჭირით შეხვალთო სასუფეველში გვასწავლის წმინდა წერილი. მე თუ მდევნეს თქვენს გდევნია. ყველას თავისი ჯვარცმა და გოლგოთა ელოდება ქრისტესთან, ქრისტეს მიმსგავსებით. ზოგს უფრო მძიმე და ზოგს ნაკლები, მაგრამ ყველას. ამიტომ მადლობთ უფალს ამისთვის. ჩვენ კი გადავუხვეთ საყვარელო, ღორი რომ ღორია, ხო ვითომ ძლიერია ეშმაკი. მაშიც ვერ შევა თუ ღმერთი არ დაუშვეს. ამიტომ ჩვენ გვაშინებდეს არა ეშმაკი, არამედ ჩვენ მივხედოთ უფალს, წამდეს მისი მამობრივი ზრუნველობის, სიყვარულის, უგზელების, რომ არაფერი, ქართულად რო თქვა, სული გული არაფერი, ხორცი არაფერი არ დაიშურა ჩვენი ცხონებისათვის. მაშასე სთხოვა ღმერთმა უბრძანა ეშმაკებს გამოსულიყვნენ, მაგრამ უსულში აღარ გაგზავნა, არამედ უბრძანა ღორებში შესულიყვნენ.
და გამოვიდეს ეშმაკი იგი კაცის ამისგან და შევიდეს გორთამა და მიიმართა ყოველმა კბოდეს ამასთან და დაიშტრეს. ცოტა მოგვიანებით კი პასუხეთ ალბათ კითხვა დაგებადათ ბევრს, რა ღმერთი ხომ კაცს მოყვარია, სიყვარულია, რატო დაუშვა? ღორის მისი ქმნილებაა, რწყილით, ჭიანჭველას და ასეშ ადამიანიც. რატომ დაუშვა? რომ ესე იგი დაეღუპა ეს ღორები. ბოლოს და ბოლოს ამ ღორებს ხო პატრონი ყავდათ. აგერ წყემსებიც იყვნენ, ეხლა გამოჩნდება სახარებაში, რომელიც გაიქცნენ შეშინებული ქალაქში და უთხრეს ქალაქელებს რაც მოხდა გადარინში. და ყველა ერთად მობრუნდა უკან. აი ეხლა ბოლოში რო გავართ საკითხავით, თვალსაჩინო გახდება თუ არა და გაგიღრმავებთ, რატომ მოიქცა ასე უფალი, რომელიც რა თქმა უნდა ჭეშმარიტად სახიერიც არის, კაცთმოყვარეც არის და სიყვარულიც არის, მაგრამ ჩვენ რო გონია რომ სიყვარული მარტო ფუჩიანი კანფეტების ძლევაში მდგომარეობს, ძალიან ცდებით. როგორც გურამიშვილიც ამბობს, მან სიტყვებას სიმწარეც უნდა შეორიოს და ბოლოში გატკბილდება ეს სიმწარე. უფლის წინაშე დაგიფასდება მოთმინება და სიყვარული. ბოლოს და ბოლოს ბოლო ჟამში შევდგით ფეხი შეიძლება ითქვას სხვა ნიშნების გამო წინასწარმეტყველებათა მიხედვით და გლობალური მოვლენებისა და უფალი რას ამბობს ბოლო ჟამზე. არ გვექნება განსაკუთრებული, ამას ბევრი მამა ამბობს, განსაკუთრებული მარხვა, ასკეზები, ლოცვა და ასე იგი სიკეთის ხნანი მრავალი და მრავალია. ყველაზე დიდი სათნოება, რომელიც გამოირჩევა ბოლო დროის ქრისტიანებში, რომლითაც გადარჩებიან პირველ ყოვლისა, ეს არის მოთმინება. მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენი. ამიტომ ეს განსაცდელები რო იყო ჩვენს ქვეყანაში გარეცვა, ეს უნდა ვაწვრთობდეს და გვამზადებდეს. აქ ერთი-ორი ისე გულიანად ამთხრებს, კი არ მინდა შენიშვნები მივცე, მაგრამ უნდა მივცე თან თვალწინ მიდგა. მე მგონი ხელი მაინც უნდა აიფაროს ზრდილობისთვის. თან ცოტა იუმორსაც გავურევ, რომ ემად არ გადამყლაპო და დაუმთავრებელი არ დამჭე, ისედაც ვერ ვამთავრებ თქვენი გამოისობით. ხალხურად გაგიკეთებთ გულს, ჯოჯოები გამოდის მაგ დროს, არა? ესე ამბობთ ხოლმე. ხნარება რო აუთხდება ადამიანს. არა, მამა, ვიცით რა, თქვენ ისე უხალისოდ და არა უინტერესოდ ხადაგებთ, რომ ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია. იზემს რა გითხარით? ესე იგი, წყებსები შეშინდნენ იუტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა და გამოვიდეს ხილვად, რომელიც იქვნა და მოვიდეს იესუისა და იხილეს კაცი იგი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკი იგი განსრულიყვნენ შემოსილი და გონიერი, მიაქციეთ ყურადღება. ფერხთათანა იესუისა და შეეშინა. რამე თუ უთხრეს, რომელთა იგი ეხილვა, ვით არ იგი ცხონდეს ეშმაკეული. და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო სოფლისა, აი მიაქციეთ ყურადღება. რას ევედრებიან? იმას კი არა, რომ აი რამხელა სასწაულია, კაცი იტანჯებოდა, გვეშინოდა მაგის დღისით ბზისით ვერ ხვდებოდით გზაზე და ასე შემდეგ, არამედ შეეშინდა და სთხოვეს და იფიქრეს, რომ ღორები დაგვიღუპა, ამას შეიძლება ბევრი ნება მოგვაკენოს, ამიტომ მადლობა კი არ უთხრეს, ღმერთი კი არ ადიდეს, როგორც სხვა შემთხვევებში ხდებოდა დიდი სასწაულების დროს, არამედ პირიქით სთხოვეს დაეტოვებინა მათი სოფელი. და ევედრებოდეს მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკი განსრულიყვნენ, რათა იყოს მის თვითონ იმ კაცს რა დაემართა ეშმაკებს, ესე ძალიან ცნობის ადგილს აღძრავს. მათსავით კი არ ევედრებოდა, უფალს დატოვე წადი აქედან. პირიქით განშორება აღარ სულ, მიეწება უფალს. ფერხთით იშდა რას ნიშნავს? თამდაბლობას უსვამს ხაზს. ამ ეშმაკე უყოფილისა ფერხთით იშდა და ფერხთითაც კი ბევრისთვის ეს შეურაცხყოფელი იქნებოდა მისი სიამაყისა, მწვაუბრობისა. არა, მას უხაროდა, რომ თუნდაც ფერხთით ჯდომის უფლებას აძლევდა უფალი და არ უნდოდა წასვლა. და მასში რომ ეს მადლიერება, მადლიდან მოდის ეს სიტყვა ქართულში. და ეს რწმენა ნახეთ უფალმა რა უთხრა ეშმაკე უყოფილს. მიიქეთ სახით შენ და ანუ დაბრუნდი შენ სახლში და მიუთხა რაოდენი გიყოს შენ ღმერთმა და წარვიდა ყოველს ამას ქალაქებსა და ქადაგებდა რა იგი იყო მისთვის იესო. პირველი კითხვა, რომელიც დაგვებადა და დაგპირდით, რომ პასუხს გაგცემდით, ვერც ხნარება ვერ გადამაფიქრებინა პასუხის გაცემა, არ გეწყინოს. ერთი არ ახარ, მოგეშინ 2-3 უკან გიდგას კიდე და გამხნევები.
რატომ დაუშვა უფალმა რომ ამხელა ზარალი ენახათ 2002 ეს ძალიან დიდი რამ არის დიდი ქონებაა მოკლედ რომ ეს ეკუთვნოდა თან რამოდენიმე კაცს როგორც ჩანს და ყავდათ წევსები დაქირავებული ცნობილი ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი წერს რომ ქალაქი გადარინი სადაც იესო შევიდა სადაც ეს მოხდა იყო ბერძნებით დასახლებული. მაშასადმე ესენი არ იყვნენ იუდეველები, ესენი იყვნენ წარმართები, კერპთაყვანისმცემლები. მათ მეზობლად ცხოვრობდნენ იუდეველები, რომელიც მოსეს შულს იმარხავდნენ. ძალიანაც კარგად იცოდნენ, რომ ღორი იყო არაწმინდა ცხოველი. მაგრამ საცდურს უქმნიდნენ ებრაელებს შულის მიმდევართ და ყავდათ ღორები. თუმცა მიწა არ იყო ბერძნული, იყო ებრაული მიწა. ეს მათი ეს იყო ახალშენი. ბერძნებს შეეოდათ იმ საუკუნეებში, აგერ საქართველოში რამდენიმე ახალშენი იყო შავი ზღვის პირას და ცნობილი ქალაქები რომელიც არის, ოდესღაც იყო ბერძნული დასახლებები და ბერძნები იქიდან შემორჩნენ დღემდე ჯერ კიდევ ასე თუ ისე. მოკლედ, აი ამის გამო რომ წარმართები საცდურს უქმნიდნენ შულის მიმდევართ, ებრაელი ერი კი უწინამორჩეული ერია ღვთისაგან უპირველესად. აი ამის გამო ერთგვარად დასაჯა ისინი. მაგრამ ამ საჟელში უნდა წყალობაც მიეცა. რადგან მესხომ სასწაულია 10,000 ეშმაკი გამოვიდეს ადამიანიდან და შევიდეს ღორში. და ადამიანი გაწმიდოს, აგერ თქვენს წინ ზის ფერხთით ჩაცმული ჭკვიანი და მადლიერი უფლისა. მაგრამ არა თუ მადლობარ შესიდეს ღმერთს, გნებავს ხურიათა ღმერთს. არამედ პირიქით ცხოველს დაეტოვებინათ მათი სოფელი. ანუ არ მიიღეს. და რა კი მათ არ მიიღეს? ამიტომ მათ ქადაგებლად დაუტოვა ეშმაკე უყოფილი. როცა აგზავნეს წადი იქადაგი მათ ქალაქში. და ასევე წყევსებს, რომელიც ცოცხალი მოწმენი იყვნენ, რაც მოიმოქმედა უფალმა. მოდით მოусმინოთ წმინდა იოანე ოქროპირს. მიაქცია ყურადღება საყვარელო რომ იესო ქრისტეს სიმშვიდეს რამე თუ როდესაც იმ ქვეყნის მცხოვრებლებმა რომლებზედაც ესოდენი კეთილის ყოფილობა გამოიჩინა მან სთხოვეს დაეტოვებინა მათი ქვეყანა მანაც დატოვა ისინი ჩაჯდა ნავში და გადასურა ისე უკან კაპერნაუმში დაბრუნდა რომელთაც მისი სწავლების უღირსად წარმოაჩინეს თავი ესე იგი ღირსად არ გამოჩნდნენ ქრისტეს ესწავლებინა მათთვის თუნდაც სასწაულით დაუტოვა რა მოძღვრად, ესე იგი იმდენად კერპთაყვანისმცემლები იყვნენ, რომ პირდაპირ სასწაულ თქმედებიდან დაიწყო მათი ესე იგი მოქცევა ქრისტემ. არა ქადაგებით, რომელსაც უფრო მეტად არ მიიღებდნენ. გამომდინარე მათი არასწორი შეხედულებებიდან, კერპთაყვანისმცემლობიდან, არამედ უდიდესი სასწაულით, მაგრამ ღირსად არ გამოჩნდნენ ამ ქადაგებისა. აი სწორედ ამიტომ დაუტოვა მოძღვრად დემონთაგან, ანუ ეშმაკთაგან განთავისუფლებული და ღორთა მწყემსები, ანუ მეღორეები. ესე ჩვენ ცხოვრების განმავლობაში ყავდა ჩვენი წილი მეღორეები, მასწავლებლებად, გულახვილად ვამბობ, ზოგს ეშმაკე უყოფილები და მერე მოქცეულები და ვინ როგორ მივიდა ქრისტესთან. მე რა თქმა უნდა ჩემი ცხოვრების გზაც მაგონდება, როგორ გავხდი ქრისტიანი. ესე საინტერესო იქნება ერთხელ თუ გსურთ კურთხევათ არ გაძლევთ თავასო დაწეროთ ვინ როგორ გახდით მოკლედ ეს ვრცელი არ არის თავის ქებითა და მოწონებით არა ბრავადები არ აღჭირდება როგორ გახდით ქრისტიანები და ეკლესიურები ძალიან საგულისხმოა ზოგიერთი თქვენთაგანის მოქცევა შეიძლება სწავლება იყოს სხვებისთვის მსგავს შემთხვევებში მომოწევთ ცხოვრება და მსგავს ვითარებაში თუ დაწერთ გადაწყვეტავთ ვისაც სურთ სასანთლეში დატოვეთ ხოლმე გვარი სახელი მოაწერეთ თუ გინდა მაგასაც მოაწერთ მაგრამ ანონიმურად არაფერში არ ვარ და იმიტომ რომ შეიძლება საუბარის გახდეს საჭირო ჩვენ შორის ჩაგმავება რა მათი შემთხვევაში ისე რომ წემსებად მათ დაუტოვა მეღორეები და ყოფილი ეშმაკები ტოვებდა რა მათ შიშის ზემოქმედების ქვეშ ტოვებდა მათ
რამე თუ ღორების კოლტის დანაკლისი ხმებს ავრცელებდა მომხდარ სასაულზე, რაც ძლიერ მოქმედებდა მათ გონებაზე. ყველგან ახალ სასაულზე ყვებოდნენ, როგორც თავად ეშმაკეულ ყოფილი, ასევე ღორების პატრონები და მეღორეები და წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც ასე საზარლად იტანჯებოდა 10,000 ეშმაკით, მოციქულთა სწორი გახადა არსებითად ქრისტემ. ამიტომ ვამბობ კიდე ერთხელ, არავინ არ უნდა განვიკითხოთ. მრავალნი წინანი, როგორც უფალი ამოს იქნებიან უკანა და მრავალი უკანანი იქნება წინა. ოდესღაც ბევრი დიდი წმინდანი დიდი ცოდვილი იყო. თვითონ პავლე მდევნელი იყო, ბევრჯერ ვახსენეთ, ქრისტიანების, რომელიც საგანებავთ. უდიდესი უმეტესობა ერთდროულად დიდი ცოდვილები იყვნენ. ამიტომ ნუ განეკითხა, რომ მე ეკლესიური ვარ, აღსარებელი ვარ, აზიარებელი, ჩამოთვლიან ხოლმე ჩიმედებით, რა, ვითომ რაღაც უპირატესობას აძლევ. სწორედ ეგ მიგვიქვს, გიფასუხებთ მე რომ თქვა ხართ აღსარებლები, აზიარებლები და ასე შემდეგ და ამდენ ცოდვებში ხართ. სულ ცოტა აღსარების დროს მაინც ხდებიან საუბრებში ამის მოწმე. და ერში არიან და ზოგიერთი ცხოვრებას გაიგებ გაოგნდები, როგორ ინარჩუნებს ადამიანობას. რწმენას კი არა, ადამიანობას. და არიან მორწმუნეები, რომელსაც ადამიანობა აქვს დაკარგული. გულახილად გეუბნებით. ბობოლა ნაწილი მრევლის აქ ნაკლებად არის, იმიტომ არ ვაპარპაშებ. თორე აბა, გადით და ნახეთ, რა ხდება. პირდაპირ აი ერთ-ერთი მათგანიდან მოვიდა და ნათესავი აღმოჩნდა იმ უდლისა, რომ ფენებად აკავ დაყოფილი, აი ახლო არის ექიმებთან, არქიტექტორებთან, ჩვენ უბრალოდ ხალხი ვართო და ჩვენ არაფრად გვაგდებსო და ეს ცოტა ზევიდანაც გვიყურებსო და სხვა და აქ გადმოსვლა ითხოვა და არ მივეცი კურთხევა, იმიტომ რომ ყველა რო წამოვიდეს ისეთებთან დარჩება, საბოლოოდ ისინიც დაიყურებენ და ის მოძღვარიც მეთქი, დარჩი მეთქი და როგორც აქამდე გიცხოვრია მოძღვრის სიყვარულით და თავდადებით ქრისტეს, ისე იცხოვრე მეთქი. ასეც ხდება. თუმცა კურიოზია, რომ მოძღვარმა კი არ აცხონა, სულიერშვილი სულიერმა შვილმა აცხონა მოძღვარი. კლასიკური მაგალითი აგაკი მორჩილდა, ეხლა ყველაფერს ნუ ვალაპარაკებთ, თორემ ახლა არ გაგიშვებთ აქედან დაღამებამდე. და დავასრულებდი დღევანდელ სიტყვას არქიეპისკოპოს დიმიტრი მურიტოვთან ერთად, ცნობილი მქადაგებელი იყო ღვთის სიტყვისა. ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხვევად იესუისა და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რათა წარვიდეს საზღვართან მათგან. ჩვეულებისაებრ ამბობს ეს ღირსი მამა, იესოს სასწაულები იზიდავდა ხალხს. გეგზეელთა ქვეყანაში კი პირიქით მოხდა იესოს მიერ აღსრულებულმა უდიდესმა სასწაულმა განიოტა მისგან ადამიანები. ღვთისწინაშე ცოდვილთა საერთო შიში სხვადასხვა ნაკობს წარმოშობს იმის და მიხედვით, რამდენად გახევებულა სული ცოდვებში. ზოგიერთებს საკუთარ ცოდვათა განცდა უბიძგებთ სამუდამოდ მიენებონ უფალს. სხვებისთვის კი, ვისაც ვნებები გარშემოჟარვიან, ყველაფერი წმინდა, ღვთიური არასასიამოვნო და მძიმე გამხდარა. აი ეს ასეთია სამწუხაროდ კაცობრიობის დიდი ნაწილი დღეს. ცოდვებში გახევებული, ცოდვები რომ მოჟარებიათ და ღმერთის ხსენებაც კი აღიზიანებთ და მძიმე რამ გამხდარა მათთვის სარწმუნოება. ამჟამად უფალი ჩვენთან როგორც ეს დროს გერგესეველებთან სიყვარულითა და მოწყალებით მოდის. დღესაც არწყვეტს მიუხედავად ჩვენი უშულოებისა და ცოდვიანობისა. ესე იგი, სიყვარულითა და მოწყალებით მოდის, მაგრამ ოდესმე ეს უნდა გვახსოვდეს. იგი მოვალს ანგელოსთა დასთან ერთად. განშად თითოეული ჩვენთაგანისა, ცოცხალთა და შესვენებულთა. და აი მაშინ მოიძიებენ უფალს, მაგრამ მაშინ არა მაცხოვარსა და ნუგეშინის ცემელს აწდებიან მეორე მოსვლის დროს რომ მოვა უფალი, არამედ საჯოს, მოუსყიდველ, პირუთვლელ, სამართლიან საჯოს, რომელსა მხოლოსა ქრისტესა ჩვენის პატივი, დიდება და თაყვანისება თანა მამით და სული წმინდით ას და უკუნისამდე. ამენ.